ცდილობა გაგვეკეთებია, მაგრამ გათიშეს კოცევის დიდი ჩართულობით და დღეს ჩემი სტუმარი არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბატონი გოჩა ვეტრიაკოვი. მოგესალმებით ბატონო გოჩა. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და მივესალმებით თქვენს მაყურებელს მენელს. ბატონი გოჩა არის საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკის დრო მიმოხილვის ჩარჩოში და შევეხებით რამოდენიმე მძიმე თემას, დაწყებული საქართველოს დღევანდელი კრიმინალური ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოსახლეებზე თანხის ამოღების ახალი მეთოდები და სოციალური უსამართლობის ახალი პლატფორმის შექმნა. ბატონო დავით, ახლა მოდის თქვენი. სამწუხაროდ ბატონო გოჩა მე ვერაფერს ვერ ვიზან, მე ესენი თუ რაღაცას ხიმანდრობენ არ ვიცი და დანარჩენი რაც იქნება. რა უყოთ ახლა ეს? ორმაგი ხმა იმდა. შეიძლება მიკროფონია გადასატენი. ვერ გავხდები დანარჩენს, აწეული მომხელები. მოკლედ ამ ვიდეო ლაივის თემა წინაზე რომ შეგვიშალეს ხელი, ეს იყო რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ყოველთვის იყო ეს საკითხი, ყოველთვის დადგება დღის წესრიგში მანამდე სანამ არ იქნება მაღალი დონის გამჭვირვალე საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ნარკოტიკების ჩადების ძალიან მავნე ეტაპი. და ამას აკეთებს კრიმინალიზირებული პოლიციით და არა კრიმინალური პოლიციით, კრიმინალური პოლიციას თავისი ალგორითმი და თავისი მიმართულებები. ის ბატონო დავით, მაპატიეთ ესე გაწყვეტინეთ. ორმაგი ხმა მოდის ძალიან და შეიძლება მაყურებელს გაუჭირდეს მოსმენა. შეიძლება მიკროფონი არის იმასთან ახლოს დინამიკთან ან რაღაცა. ვერაფერს ვერ ვიზამ ბატონო გოჩა, როგორც ყოველთვის თუ არის პრობლემა დაწერონ და მაშინ არ ვიცი რაღაცა. ხო, კი ბატონო. შეიძლება ჩვენთან მოდის ახლა. ესენი იქიდან რას დაგეგმავენ, მაგის გულისთვის აი მისამართი შევცვალე გუშინ წინ. კი ბატონო. და დაწერეთ თუ რამე პრობლემა იქნება კომენტარებში და თქვენ ცუდად მოგეწოდებათ ხმა. მოკლედ გავაგრძელებ ამ თემატიკას. ქართულმა ოცნებამ კრიმინალიზირებული პოლიციით დაიწყო ნარკოტიკების ჩადება და დაიწყო როგორ ადამიანებზე, იცი? აი ვიზეც აქვს განსაკუთრებით პოლიტიკური ინტერესი. დიდად გამჭვირვალეები რო არ იყვნენ, დიდად დემოკრატები რო არ იყვნენ, დიდად პატიოსნები და სინდისიერები რო არ იყვნენ, გასაგებია, მაგრამ რითი მოვიდა ეს ხელისუფლებაში? მოვიდა სოციალური სამართლიანობის აღდგენით და სააკაშვილის მანკიერი რეჟიმის და პოლიციური რეჟიმის დამხობის დაპირებით, ხო? და რამდენი წელიწადია უკვე ესენი ხელისუფლებაში არიან და დაიჭირეს უპატიოსნესი ადამიანი. ჩემი მეგობარი და მეგობრობას რო თავი დავანებოთ, ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი მქონდა საქართველოში და შექმნილია ის დღემდე არ გამიუქმებია შეიარაღებული ძალების სამონტაჟო ჯგუფი, ამავე ჯგუფის სამედიცინო განყოფილების უფროსი უპატიოსნესი კაცი. ექიმი, ახალგაზრდა ექიმი ბიჭი, რომელსაც სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული და არათუ ნარკოტიკს მოიხმარს ბატონო გოჩა, არამედ სიგარეტსაც არ ეწევა ის ბიჭი. და ესე იგი ამისთვის რო დაეჭირათ და ჩაედოთ, ჩადებასაც აქვს თავისი ფორმები. ჩართული იყო მთელი სისტემა თუ როგორ უნდა შეფუთონ ეს სიმახინჯე და მე განვავრცობ ამას და დაინახოს მთელმა საზოგადოებამ რაშია დღეს ქართველი ერი რა ქსელში არის გაბმული. ახლა ძალიან რთულია რა ილაპარაკოს ხვის პირად ცხოვრებაზე, მაგრამ რა მოხდა დღეს ისეთი მორალი დაუდგა ქართულ ოცნებას და ზოგადად ქართველებს სამწუხაროდ საქართველოში რომ კაცთან ცხოვრება არ არის დღეს ლამის სირცხვილი. ლამის, თორე ჩემთვის ყოველთვის იქნება ეს თემა მიუღებელი როგორც პირადად მამაკაცისთვის და ქართველისთვის. ესე იგი რა გააკეთეს, იცით? ახალგაზრდა უცვალო ბიჭ შეუგზავნეს ქალი და როდესაც დატოვა ამ ახალგაზრდამ ამ ქალის საცხოვრებელი სახლი, დაადგა თავზე პოლიცია 5 წუთში და კრიმინალიზირებული პოლიცია ეუბნება, რომ შენ ჯიბეში არის ნარკოტიკი, ამოიღე კამერებით მთელი ამბით და ნარკოტიკი ყოფილა, ეუბნებიან, წაიყვანეს, გადაიყვანეს, ესე იგი იმ ქალმა ჩაუდო. ქალი იყო უშიშროების თანამშრომელი. და იცოდეს ეს ყველამ თუ ვინმეს შეხება აქვს
დღეს დაახლოებით $20,000 ანგარიში თუ აქ ან უდევს ან ვინმე იმიტომ რომ მე თან ვლაპარაკობ ამას უკვე იმ ფაილებიდან გამომდინარე რაც მე ვიცი ეს გავრცელებული ფაილები როა თორე $20,000-თან სიზმარიში არ ქონია ჩემ ახლობელ შეხება უბრალოდ ამას ვლაპარაკობ იმიტომ რომ რა შემთხვევაში შეიძლება მოექცეს სახელმწიფო უშიშროების ინტერესის ქვეშ რაობი ახლა ბევრია იცით ემიგრანტი საქართველოსდან ბევრი აგზავნის ამ თანხებს ბევრი ახლობელია და როგორც კი მის სახელზე ეს თანხები ირიცხება ან პოლიტიკურად დაინტერესება გარკვეული პირის ან ორგანიზაციის წევრია უკვე ის არის ობიექტი რომ მასზე ჩატარდეს ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია ჩემ შემთხვევაში უბრალოდ იყო იმ ორგანიზაციის წევრი რომელიც მე ვარ და ჩათვალა სახელმწიფო უშიშროებამ რომ ესეთი ბილწი მეთოდით მასზე მოეხდინა ჩადება ნარკოტიკის დაკავეს ეს ბიჭი გახვეული ესე იგი ბატონო გოჩა 1000 ლეიკოპლასტში და ჩადებული ღრმა ჯიბეში რაღაცა ღრმა ჯიბეში რომელიც წინასწარ იცოდა პოლიციამ სადაც იყო ამოიღეს გადაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში სამხარაულის ექსპერტიზამ არც სისხლში ამ ბიჭის და არც ნარკოტიკზე მისი დნმ არ აღმოჩნდა ეუბნებიან აბაო მაშინო თქვიო რომ უბრალოდ გადაგქონდა სხვისთვის მიგქონდა ნუ ბარიგობას ტენიდნენ რა და დაახლოებით 3 დღის განმავლობაში აწვალებდნენ არც სახალხო დამცველი მოითხოვა და არ მიიყვანეს ის კიდე სხვა თემაა სახალხო დამცველი როგორი არის და როგორი კოლაბორანტია დღევანდელ ხელისუფლებასთან მაგრამ ფორმა სუბიექტის მოქალაქის და სამართლის აი როგორ ჩანს მოითხოვა არ მიუყვანეს და დარეკისუფლება მოითხოვა არ მისცეს და თან ეუბნებიან რა შენ დედა ავათა ყავსო ეხლა ვაკიდან დროზე თუ არ გახვალო დედა შენს თუ არ ნახო დედა შენი ონკოლოგიური ავანტყოფი როა იქ შეიძლება სახში მკვდარი დაგიხდესო რა გინდათო თქვია ბოლოს და ბოლოს გავიგო არსი ნარკოტიკი კარგად იცით ჩემი არისო ეხლა თლად ესკობარონობასო ნუ შემტენითო და გამაგებიეთ რაშია საქმე იქნებაო რაღაცაზე დაგეთანხმოთო ხო აი ის ნემსაძე რო არისო შენიო მეგობარიო და ხელმძღვანელიო აი იმის ორგანიზაციის შესახებო მოგვიყევიო ბევრი რა უნდა მოგიყვეთო აგერა ხარ თქვენო ეგერაა ნემსაძეო აღიარებულია პოლიტიკურ დევნილად და რაგინ მე ახლა იმ კაცს ვერაფერს ვერ დავაბეზღებო 7 წელიწადია აქ არ ყოფილაო სხაპრებს ვერ შევქმნიო და თუ რამე გინდათო მითხარითო და გასაგებია უკვე ჩემთვის ყველაფერიო რა ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ იქცევა ქართული ოცნების პოლიტიკური რეჟიმი როგორ მტკივნეულად აღიქვამს კრიტიკას 4000 კილომეტრის შორიდან ბატონო გოჩა ვიღაცისთვის ახლა ჩვენი დიალოგები ჩემი თქვენი დიალოგები ეს არაფერს არ ნიშნავს მხოლოდ ლაყბობაა მაგრამ ქართული ოცნება ასე არ ფიქრობს რა ქართული ოცნება ცდილობს რომ საბჭოური მეთოდებით გამონახოს კომპრომატიკა და აი ამით ახლა გონიათ რომ ჩემზე იმოქმედებენ იცით რა არის სანამდე მე თქვენ სიტყვას მოგცემდეთ მე მინდა ორი ფაქტი გამოვყო კიდე ერთი უთხრა ქართული ოცნება 70 წლის დედა მყავს იქ მარტო და თუ არ ჩაუდებენ ნარკოტიკს დედაჩემს მეცნიერ მუშაკად მუშაობს ბიბლიოთეკაში იმაში მუზეუმში თუ არ გამოაგდებენ იქედან მადლობელი ვიქნები რა თქმა უნდა ამას ირონიით ვამბობ ჩემი ოჯახის პოლიტიკური დევნის ჩემი განადგურების შემდეგ თუ რამეზე შეიძლება მადლობა მოუხადო ამ დამპალგად და გარყვნილ სისტემას დედაჩემი მოხუცი კალია და თუ დაანებებენ თავს სამსახურიდან თუ არ გამოაგდებენ მეცნიერ მუშაკებს აქ დიდი ხანი მუშაობის ვადა ცნობისთვის ვამბობთ აი ხა ნარკოტიკს თუ არ ჩაუდებთ კიდე გამიხარდება იმიტომ თქვენგან ყველაფერს ვები თქვენ ყველაფერს იკისრებთ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ მე საჯაროდ გამოვაცხადე ბატონო გოჩა იმიტომ რომ რაღაცა თანხა მქონდა მოგეხსენებათ ემიგრანტები მუშაობთ არავის არ გვიხილს მაგრამ 3000 ლარი დაადვეს გირაო 3000 ლარი და ესე იგი გამოვაცხადე საჯაროდ რომ დაეხმარეთ მეთქი და აი აქ უკვე სხვა სოციალურ რეალობას შევეჯახე ბატონო გოჩა უამრავი ადამიანი გვიყურებს ესმის და ძალიან ბევრმა გამოხატა დახმარების სურვილი ესმით და გაჭირვებული ქართველი ხალხი ქალები რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ვალდებულება არჩინონ საკუთარი ოჯახები გადახვეწილები ამ ხელა მანძილის იქეთ ეს თანხები აგზავნეს როგორ იცით 30 евро 20 დოლარი 20 евро აი ასე დავაგროვეთ დაახლოებით ნახევარი თანხა ამ კრიმინალური ხელისუფლების ჯიბეში წასასვლელი ფული და ნახევარი თანხა რომელზეც დაადო ხელისუფლებამ ასე უთხრა რომ
ვიცითო ჩვენო ახლა ქვეყანაში უმუშევრობა რო არისო და ვიცითო ახლა შენც რო უმუშევარი ხარო და იცითო რა გავაკეთოთო მაშინო მოდითო განვადებას გაგიკეთებთო რა. ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ ქვეყანაში სადაც არ მუშაობს არც ქარხანა, არც ფაბრიკა, ტუალეტის ქაღალდს ვერ აწარმოებენ, ტრუსიც ვერ კერავენ. ზადარიან შექმნან კრიმინალი მურუსიძის სისტემით და დამპალი პროკურატურით და მე შემოგთავაზონზე გირაოს განვადება. მე არ ვიცი, მე ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფრის შეფასება, აქედან მინდა ვისარგებლო ყველა ადამიანს, რომლის სახელს და გვარს უბრალოდ არ დავასახელებ, იმიტომ რომ რო ჩამოვთვალო ბატონო გოჩა ეს სახელები და გვარები, ქართული ოცნების ხელისუფლება ამათ განიხილავს მტრებად და პრობლემა შეუქმნის მისახლობლებს, ვინც ამ ხალხს დაეხმარათ. მეორე უნდა ვთქვა ეს აუცილებლად ამ თანხების დეკლარაცია მოახდინე ყველაფრის, ორგანიზაციის ბეჭდით ავიყვანე იმაზე ნუსხაში და მივაკანე ორგანიზაციის დოკუმენტს. რაც შეეხება აი ამ ბიჭს ბატონო გოჩა, ყველასთვის რო ცნობილი იყოს, ეს არის კაცი, რომელიც ყველა მთავრობისგან გაუბედურებულ ვეტერანებს აქცევდა ყურადღებას, უწევდა უფასო სამედიცინო ორჩევებს დახმარებას და თქვენ წარმოგიდგენიათ, აი გაუბედურებული ქართული ჯარი, რომელიც ყველა მისიებში ყავდათ, რა მდგომარეობაში ყავდა, ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო ცნობისთვის, რომ როდესაც ავღანეთიდან და ერაყიდან ჩამოსული მისიაში ნამყოფი ბიჭები ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემების წინ იდგნენ, მე სახეს და გვარს არ დავასახელებ იმ ბიჭისას, უბრალოდ ვიტყვი მუხიანის ბაზიდან ერთ-ერთი მისიაში ნამყოფი ბიჭი რო გამოვიდა, ემბრიონის პოზაში ჩაიკეცა და უბრალოდ ის ფეხზე ვეღარ ადგა, გესმით? იმხელა სტრესი ქონდა ეს და რო გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ქართული ოცნების ხელისუფლებამ და თინა ხიდაშელმა მინისტრმა სისხლის სამართლის საქმე აუძრა ფსიქიატრიულად ავადმყოფ კაცს, მისიებში ნამყოფ გაუბედურებულ ბიჭს, რომელსაც სტრესის პირობებში ქონდა ეს, მე სამედიცინო ტერმინებით ამას სამწუხაროდ ვერ ავხსნი და რომ არ ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც დღეს დაიჭირა ნარკოტიკის ჩადებით ქართულმა ოცნებამ, ჩემი უახლოესი მეგობარი, ვერავინ ვერ დაწერდა სამედიცინო ენით, ვერავინ ვერ მიაწოდებდა მას და ავადმყოფ კაცს დაიჭერდნენ. და არა მარტო პირველი შემთხვევა კი არ იყო ბატონო გოჩა, აი ასე მაქვს დოკუმენტაციები მიმოწერის. გაძლევთ თქვენ სიტყვას, მე მადლობას ვუხდი ყველა ემიგრანტს, ვინც ჩათვალა, რომ დახმარებოდა, აქვე გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ თურმე საქართველოში არ არის არც ერთი ეროვნული ბიზნესი, არ არის არც ერთი ეროვნულად მოაზროვნე ბიზნესმენი, არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავზე აიღოს დახმარება სოციალურად გაუბედურებული ერიშვილის. და დისიდენტის მათ შორის ვიტყვი, იმიტომ რომ ვინც ასეთ რაღაცაზე მიდის, ვინც ამას იჭერენ ადამიანს ასეთი რაღაცის გულისთვის, ის მარტო ჩვეულებრივი პატიმარი არა, ის დისიდენტიც არის ჩვენი დროის. მე გაძლევთ სიტყვას და ვითხოვ ჯერ თქვენგან ამის პოლიტიკურ შეფასებას, ესა პოლიტიკური საქმე. დიდი მადლობა ბატონო დავით. მე ახლა სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ მოხდა საერთოდ. და სამწუხაროა, რომ ჩვენი სამართალდამცავები დაკავებულები არიან ჩვენ მოსახლეობასთან, ასე ვთქვათ, ორთაბრძოლით. და არა იმით, რითაც უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, დაკავებულები კანონის თანახმად. სტუდია ძალიან ცუდია, რა შეფასება უნდა მისცე მაგას, ეს არის თვითონ კრიმინალური აქტი ფაქტიურად. რომ უდანაშაულო ადამიანი, ასე ვთქვათ, შეუკერო საქმე და ადანაშაულო და აჯარიმო ამ გაჭირვების პერიოდში კიდე მისცე იმას კიდე ზემოდან საურავები და ასე შემდეგ. ეს არის საშინელი, ეს არის მევახშეობა, პოლიტიკური მევახშეობაც არ არის, კრიმინალური მევახშეობა არის. არ ვიცი, რას გინდათ ის დაარქვით ახლა, ან სხვა შეფასება რაღა უნდა მისცეს ამას. და ჩვენ ეს ფაქტი და კიდევ ეგეთი მრავალი რომელიც არის ბატონო დავით, მიუცდებს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. 30 წელი გავიდა და ისევ ჩვენ ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ, როგორიც იყო ეს კიდე კომუნისტების დროს. გონი კომუნისტების დროს ასეთი არ იყო. ბატონო ეს უფრო გაუარესდა 90-იანებში. ამავდროულად მე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენ რადგან უზარმაზარი თანამდებობა გეკავათ რა. იყავით თელი საზღვაო ძალის და აკვატორიის მაკონტროლებელი პირი. ეს ხო არ არის ჩვეულებრივი რაღაც რა. ჩვენ ისედაც გეოგრაფიულად ვიმყოფებით მძიმე მერიდიანზე, ეს არის ტრანზიტის უზარმაზარი გზა და დღეს მოუბრუნდები ქართულ ოცნებას და ამ ნარკოტიკით მოვაჭრე იდიოტებს.
იმიტომ მეტი არაფერი არ დარჩათ. ეხლა ივანიშვილის ფულები რო ამოიღონ და სამწუხაროდ საქართველოს უკვე ქცეულია ნარკოლაბორატორიად და დაგისვამთ შემდეგ შეკითხვას. თქვენ დროს ბატონო გოჩა, როდესაც თქვენ სარდალი იყავით, დაახლოებით რა ინფორმაცია გქონდათ, რა სიმძიმის, ანუ რა წონის ნარკოტიკს ატარებდა ჩვენი ქვეყანა? ჯერ კიდევ სარდალიც არ ვიყავი, მაშინ ჯერ აკადემიაში ვსწავლობდი სანაპირო დაცვის. მაშინ იყო უკვე ოფიციალური ციფრები, დადებული, დადასტურებული 14 ტონა მაშინ ჰეროინი და სხვა ნარკოტიკი გადიოდა საქართველოს გავლით ევროპისკენ. ეს რაც დაფიქსირებული ჰქონდა, ასე ვთქვათ, სამართალდამცავებს, ევროპელ კოლეგებს და ამერიკელ კოლეგებს. ეს 14 ტონა ის გეუბნებით 2001 წელი. აი მაშინ მაგ პერიოდში. ეს ციფრი არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა, განსაკუთრებით ავღანეთის ოპერაციის მერე. მე არ ვიცი, ამან გამოიწვია, ასე ვთქვათ, პირიქით გაუმჯობესება ასეთი ბიზნესისაც და ადრე თუ ავღანეთი აწარმოებდა 6000 ტონას, მერე გაზარდეს 54000-მდე. ფაქტია. და ყველაფერი მოდის რამოდენიმე გზა არის. არის საქართველოს, ირანი, თურქეთი და ასე შემდეგ სხვადასხვა გზებს ნახულობენ. მაგრამ აქ ერთი მომენტი უნდა ვახსოვდეს, როგორ მუშაობს ნარკოსინდიკატი საერთოდ და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სინდიკატი. სანამ ისინი ხელისუფლებებთან არ დაალაგებენ ურთიერთობას, ისინი 1 გრამსაც არ გაატარებენ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. და ამაში დიდ ფულს იხდიან წინასწარ. შესაბამისად, თუ საქართველოში ნარკოტიკების რაოდენობა არის დიდი, ეს იმას ნიშნავს, რომ გარიგებაში არიან ხელისუფლების წევრები. ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, პროკურატურა, თუ ივანიშვილი თვითონ, თუ არ ვიცი ვინა. ამეთი ნებართვის გარეშე 1 გრამი არ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ბატონო გოჩა, ამავდროულად მე სანამ დიალოგში შემოვა, ისევე როგორც ახლა ამ შეთანხმების თანახმად დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც პროცენტს უტოვებენ 2-3%, 4%-ს, რომ ამათაც ფული გაყიდონ საქართველოში და ფული იშოვა. ეს ნაწილია ამის, ასე ვთქვათ, როგორც ტრანზიტის გადასახადი. ზუსტად რა არის, ცით, არის ესეთი ინფორმაცია. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გაუბედურდა, ეხა ნამდვილი გითხრათ რა, ჩემი მიმართულება, როგორც ასეთი, არასოდეს არ ყოფილა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ რა მათი კონტროლი და არ შედიოდა ჩვენი სამხედროების ფუნქციაში ამის კონტროლი, მაგრამ რო დავინახეთ და შევისწავლეთ ჩვენ ომზე ბიოლოგიური დივერსია სამხედროებთან და ორგანიზაციულად, მე ჩავერთვეთ ამ ყველაფერში. და გულახდილად გეტყვით, იქ ისეთი მძიმე პირადი ისტორიებია. ესმით, აი ამის მოყოლა, აი ნარკომომხმარებელი რომ მამა თუა შვილს ყიდის, ცოლს ყიდის, დედას ყიდის და სულიერად მომსვარი განადგურებული ადამიანები, სხვათა შორის სამხედროების, ბევრი სამხედროები. უკვე ტკივილებიდან მიღება ძალიან რთულია პირადად განსაჯო ადამიანები რა. მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ჩვენ ვართ დაღუპულები. დავით, აი მე მეუბნებოდნენ მას, მაგრამ იმისთვის რომ ჩემი შვილი არ დაიღუპოს, მე გაწვდი შენ ამ ინფორმაციას და იცოდე რომ წამალს, ეგრეთ წოდებულ ნარკოტიკს ყიდულობთ ძაღლებისგან. უკაცრავად ჟარგონზე, მაგრამ ეს ნარკონივთიერება იყიდებოდა პოლიციისგან და მას ქვია ძაღლების წამალი. ანუ ივანიშვილის პოლიცია ოფიციალურად ყიდის ამ წამალს და ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. იქ მე არ ვლაპარაკობ იმაზე, იქ მეტადონის პროგრამა როგორი აქვს, რა აქვს, რასაკეთებენ, მაგრამ ნარკოტიკს ბატონო გოჩა, როგორც თქვენ თქვით, აი ამ პროცენტულ ვარიანტში თვითონ ყიდის პოლიცია ქვეყანაში. ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში ბატონო დავით, როცა ეს არის ტოტალური, ასე ვთქვათ, განუკითხაობა და ტოტალური, ასე ვთქვათ, დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ. მე ხლა მარტო ეს ფაქტია, ერთადერთი ხერხი, რომელიც შეიძლება ებრძოლო ამ სენს, ეს არის საჯაროობა. აი ეს ადამიანებმა უნდა გადაუღონ სურათი და ფიქსირონ, კი არ ბრალი კი არ უნდა დადონ აი ფანტაზიების დონეზე რომ ვიღაცამ თქვა. არამედ კონკრეტულად უნდა გადაუღონ აი ამ ადამიანმა მომხიდამე ეს და ფიქსიროს ეს გამოაქვეყნოს სოციალურ ქსელებში. აღარ არის იცი ბატონო გოჩა, მე თორსა ეს როდესაც ეს მიიღებს მასიურ ხასიათს, აი მე უკვე იზოლებული იქნება ხელისუფლება, რომ რაღაცა შეცვალოს.
ან სხვა გზა რაღა დარჩა, ეს არის დივერსია საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჯერ ერთი უნიათო პოლიტიკა ეკონომიკური და ფინანსური და მეორე კიდე პირდაპირ ბიოლოგიური დივერსია და თქვენ თუ იცით, არ ვიცით თქვენ თუ იცით, ამერიკის პრეზიდენტმა დაახლოებით 4 თვის წინ ნარკოკარტელები მიუსადაგა ტერორიზმს და ებრძვიან როგორც ტერორიზმს ახლა ამერიკაში. ანუ ანადგურებენ ფიზიკურად, ფიზიკურად გაანადგურებენ სულ ყველას, ვინც კი ამ საქმეშია ჩართული ლათინურ ამერიკაში. აქ პრობლემა ლათინურ ამერიკიდან მოდის. მაგიტომაც ეს ჩათვალეთ, რომ ეს არის ტერორიზმის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. სხვადასხვა რა არის, ეხლა მე არასდროს არ მგონია მაგათი გასაჯაროების პრობლემა სულ ფეხებზე მიკიდა რა სისტემაში იყვნენ ჩართული, მაგრამ მეორე ვარიანტია რა, ადამიანი, რომელიც შეხებაშია, ვინით პირდაპირ დაკავშირებულია იმ გლობალურ კავშირთან, რასაც ქვია ნარკოტიკი, ერთია რომ შენთან მოვიდეს და გითხრას ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეა გამოვიდეს იმან და საჯაროდ ილაპარაკოს, იმიტომ აგერ ხო უყურებთ, უპატიოსნესი კაცის დისკრიმინაცია შეეცადეს და გასწრა და კომპრომეტირება, რომლის არც ის ხშირ აღმოჩნდა ნარკოტიკი. და არც იმ წამალზე აღმოჩნდა მისი დნმ, რომელსაც ის ჩაუდოს და ნარკომანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩარყვნილია იმ საქმეში. იმას ვინ დაუჯერებს? ეს ერთი შეკითხვა. ეს ერთი საკითხი და თემა მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ახლა ვასაჯაროებ თუ ეს ვინმე მარიცოდა, თქვენ თქვით, რომ ავღანეთმა გაზარდა წარმოება ნარკოტიკის და სხვადასხვა ვინც იყო შეერაღებული ძალების კადრების სამსახურის უფროსი ნაციონალური მოძრაობის დროს, აი ის პიროვნება ფლობს ეგრეთ წოდებული კლუბი ბასიანის 100%-იან წილს. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, საქართველოში ეგრეთ წოდებული ღამის კლუბები და განსაკუთრებით ის ცნობილი ბასიანი ჩვეულებრივ ნარკოსავაჭრო ტერიტორია არის და როდესაც კადრების სამსახურის უფროსი, ეს ხო არა ვიღაცა მის სახელში გადის სერიოზული ნაწილი შეერაღებული ძალების საიდუმლო დოკუმენტაციის. სპეცნაზის, მათ შორის საიჟირო ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის, ჩვეულებრივი პირადი შემადგენლობის დანაყოფების და ასე შემდეგ. ხო, როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი დაკავშირებული იყოს ისეთ რეპუტაციულად ცუდ ადგილთან, სადაც ოფიციალურად იყიდება ნარკოტიკი და არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა იქ რა. მე ახლა არ ვიცი ამას რა შეფასება მივცე, მაგრამ ფაქტია ბატონო გოჩა, რომ საქართველოში სერიოზული ფული იშოვება ნარკო ვაჭრობით. ეს სერიოზული ფული იშოვება ერთეულების მიერ, ბატონო დავით, მაგრამ აქ მეორე მხარე არის კიდევ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური დივერსია არის, ზემოქმედების ქვეშ არის ახლა საქართველოს მოსახლეობა. ერთი მხრივ ეკონომიკური, რომელსაც იძულებულს ხნის ქართველ ადამიანს გაერიდოს და წავიდეს, რომ რაღაც 2 კაპიკი ეშოვოს და ოჯახი არჩინოს და მეორე მხრივ კიდე ვინც არის დარჩენილი მათ მიმართ მიდის, ასე ვთქვათ, ფაქტიურად ბიოტერორიზმი არის ესა ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება ბატონო გოჩა ეს ამართაც, მე მოსახლეობის ყურადღებას და ჩემი მსვენელების ყურადღებას მივიპყრობ ესეთ სპონტანურ დაკავებებთან, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების მხრიდან პროპაგანდულ დაკავებებს, მათ შორის და არასასურველად მოაზროვნე ცნობადი სახეების გადმობირებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თან ახლა თითქოს და ბუტაფორიულად გაამკაცრეს კანონი ნარკოტიკის მოხმარებასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მაგალითად ასე თქვეს და ასე ვიტყვი, მამულიჩად წოდებული ლელა წურწუმიას ქმარი, დაიჭირეს დიდი ოდენობით ნარკოტიკით, დღეს დაიჭირეს, ხვალ გამოუშვეს. რას ემსახურება? მინდა ვკითხო ეს ქართულ ოცნებას, თუ ადამიანი ნარკო დამნაშავეა ქვეყანაში რა ლელა წურწუმიას ქმრობა არის სტატუსი იმისთვის, რომ ესეთი ადამიანი გარეთ იყოს გამოსული მამულიჩა და ასეთი დანაშაულისთვის ადამიანები 12 წლამდე სასჯელს იხდიან ციხეში. ქართულ ოცნებას აქ შერჩევითი სამართლის მეთოდებიც, ნარკოტიკთანაც, მკვლელობასთანაც, სხვადასხვა სოციალურ თუ არასოციალურ დანაშაულთან, ფაქტიურად ამ რეჟიმმა ახალი სოციალური სამართალი შექმნა ბატონო გოჩა ქართულ რეალობაში, რაც მიზნად ემსახურება ქართული ერის დივერსიას და განადგურებას და გაყრას საქართველოდან.
მაგას ახლა ბატონო დავით რუსეთში ეძახიან, როგორ გითხრათ, აი ძველ კრიმინალურ სამყაროს ჟარგონი, რომელიც ტრიალებდა ჯერ კიდევ სტალინის დროიდან, ეს არის რო იტყვიან, აი რუსული სიტყვა არის პაპანიატია, რო იტყვიან ჟიც. ანუ გაგებებით მიდის ის, რა ქვია, ქვეყნის მართვა. ეს იცით რა არის? აი რაც მართველია, რაც ну, გითხრათ, სამწუხარო არის, რომ ეს არის ყველაფერი დაყვანილი ერთი კაცის, ერთი ადამიანის დონეზე ყველაფერი. და იმისი დონე კიდე არის დაბალ საფეხურზე, ანუ სადღაც პადვალში, რომელიც ვერ ამოვიდა იქიდან. არც რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, ეგ ადამიანი იქ არის ჩარჩენილი. ხო იცით ახლა ძველი გამონათქვამი ადამიანი სოფელიდან კიდე შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ სოფელს მაგედან ვერ გამუბერტყავა, იტყვიან, სარის თავიდან. ისევე არის ეს ადამიანი. როცა არის ის კრიმინალური აზროვნების სხვანაირად აბა ვინ გააკეთებდა მაგას, რომ შენი ქვეყანა მიიყვანო ეგეთ დონეზე. ბატონო გოჩა გამახსენეთ ხო, ამას მხოლოდ კრიმინალური აზროვნების ადამიანი ან ადამიანთა წრეთა ჯგუფი, ან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი თუ გააკეთებდა, რომელიც არის ძალიან ჭკვიანურად მართული. ბატონო დავით, არ უნდა ვთქვათ, რომ ისინი რაღაც დებილები არიან. ეს არის მიზანმიმართული მუშაობა ქვეყნის წინააღმდეგ. და ეს კრიმინალური სისტემები ესენი იმართებიან სვეტსამსახურებიდან, რაც ახლა თქვენ გონიათ მართლა რომ ქურდები ახლა თვითონ წვეტავენ რამეს? კაიდად მამიშვილი ყოფილიყო ზღვაზე, რომელიღაც ქურს რაღაცა გადაეწყვეტა ჩემს მაგივრად. იქვე დარჩებოდა სამუდამოდ. მაგიტომაც ეგ კეთდება უცხო სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ჩვენს შემთხვევაში ეს არის რუსეთის მართული, ფერდბეს მართული კრიმინალური, რა ვიცი, სინდიკატი, რომელიც ეს ერთ-ერთი ხერხი არის, რომელიც ჩვენ ქვეყანას ამყოფებს შფოთვის მდგომარეობაში, ჩვენ მოსახლეობაში. შფოთვის მდგომარეობაში რო ადამიანი იმას არ აქვს გონიერი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საშუალება, ის ფიქრობს დღევანდელ დღეზე, როდესაც მით უმეტეს იმას სამუშაო არ აქვს, როდესაც შემოსავალი არ აქვს, ბავშვები მშივრები არიან, ჩასაცმელები არიან, 1000 პრობლემები არის, ოჯახის ერთი წევრი წარსულია ემიგრაციაში, რომ რაღაცა გააკეთოს. ამ დროს ეს მიდის, ასე ვთქვათ, ეს მიდის ფაქტიურად ტერორი მიდის მოსახლეობის. როგორც ბატონო ფსიქოლოგიურ დონეზე, ასევე ეკონომიკურ დონეზე. გამახსენეთ ერთი რომელი იყო იქამდე გათახსირებული ნაციონალური მოძრაობის სისტემა, რომელიც ყველაფერზე აწერდა ხელს, იმას არ უკადრია ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოეთხოვა რა. ეს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იყო, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციას ცდილობდა? შემახსენეთ ეს ასე არ იყო? რამდენადაც ვიცი, მე თუ რამდენად სწორად მახსოვს ეს პრემიერ-მინისტრი მაშინ იყო გახარია თუ არ ვცდები, მან წარადგინა, არა, წინააღმდეგ საქმეთა მინისტრმა წარადგინა მარიხუანას ლეგალიზაციის კანონპროექტი პარლამენტში. ასე მახსოვს მე. მაგრამ წინააღმდეგობა მოხდა, არ ვიცი, ხალხის მხრიდან, მოსახლეობის მხრიდან, კი, საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოს მხრიდან, არ ვიცი, გამონათქვამები იყო და მე შეაჩერეს ეგა. იცით რა არის ეს მსოფლიოში ეს ბიზნესი არსებობს, ამერიკაშიც არის ეს ბიზნესი, მაგრამ ამას სამედიცინო ხასიათის უფრო აქვს და მკაცრი კონტროლირებადია, მკაცრად კონტროლირებადი ბიზნესი არის. ისრაელშიც არის და საკმაოდ დიდი შემოსავლიანი ბიზნესია ამ სამედიცინო კუთხით. მაგრამ ჩვენი სპეციფიკიდან, ჩვენი მოსახლეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომ ქართველი ადამიანი ადვილად არის, აი, ადვილად ეჩვევა რაღაც ასეთ მსგავსო ნარკოტიკს, ალბათ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე თუ რა არის. ამ ეტაპზე ეს ბიზნესი დაუშვებელი არის საქართველოში, იმიტომ რომ ამას გამოიყენებენ, როგორც ახლა მეტადონის პროგრამას იყენებენ. და ფაქტიურად განარკომანებული არის მთელი მოსახლეობა, ანუ ნარკომანს კი არ შვენიან, არამედ პირიქით ამყოფებენ იგივე რეჟიმში რა. ხო და მაგიტომაც ამ ბიზნესის არსებობა საქართველოში რამდენად შემოსავლიანი არ უნდა იყოს, ეს არის დამანგრეველი ჩვენი მომავალისთვის ამ ეტაპზე. მაგიტომ ჩვენ ახლა მაგას ერთგვარად არ უნდა მივუდგეთ.
მაგრამ მარიხუანას გარდა ჩვენ აქ ვსაუბრობთ ამფეტამინებზე, ჰეროინზე, კოკაინი თუ არ ვცდები, ხო, სწორი გამონათქვამი. 1000 რაღაცა წამალი არის შემოსული ელეონორი საქართველოში და სინთეტიკური დარჩენილი მოსახლეობიდან გამომდინარე, ბატონო დავით, სინთეტიკური ნარკოტიკი, აი ჩემ მეგობარს ახლა ჩაუდვეს სინთეტიკური ნარკოტიკი, რომლის სახელიც არ იცის რა არის მაგალითად. საერთოდ არ გაუგონია, ახალია რაღაცა. ხო, თან ეგ გახსოვდეთ, რომ ეგ ბიზნესი კარგად არის განვითარებული ავღანეთი, პაკისტანი, ესა ირანი და თქვენ დააკვირდით, ვისი მოსახლეობას მიეცა უვიზო შემოსვლა საქართველოში. აი ზუსტად ამ ქვეყნებს. ხო, და ესე იგი მათი კურიერები მოდიან და შემოაგთ. ეს არის ჩვენი ქვეყანა გახდა, ეხლა ახალი ბაზარი, ახალი ბაზა და მათთვის ეს ბაზა სჭირდებათ, რომ აგერ რუსეთია მინგრეული უკვე ამ ომისგან, რომელიც 1-50 წელი ვერ გასწორდება და იქ ნარკოტიკები და ყველაფერი წავა, ისევე როგორც უკრაინაში და ისევე როგორც ევროპაში. ანუ ბაზა არის მშვენიერი, ასე თქვა, ჩვენი სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციები, არა მარტო ჩინეთიდან ოფიციალური ტვირთები მიდის, არამედ აკრძალული ტვირთებიც, ასე თქვა, დანაშაულებრივი კრიმინალური გზით მოპოვებული კრიმინალური სინდიკატის ტვირთებიც არის, იარაღი, ნარკოტიკები და სხვა ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები, რომელიც ოფიციალურად არ შეიძლება იყიდონ და 1000 გზებით შეფარულობით რომ მიდის. ხო და გონი მთავრობა მისაც არის ის ფულს რო იღებს და გონიათ რომ იმ კონტეინერში დევს რაღაცა ნარკოტიკი, დარწმუნებულები არიან იმ ნარკოტიკის გარდა კიდევ სხვა რამე რო არიდოს. ეს ხო სპეცსამსახურების ქვეშ არის ეს ყველაფერი. ველა თქვენ გაგიგონიათ ახლა ირანის სპეცსამსახური ძალიან მშვენივრად მუშაობენ იქენ თავის ქვეყანაში. ახლა იქიდან კონტეინერი წამოვა ისე რომ იმათ სპეცსამსახურება არის მათ არიწოდენ რა დევს შიგნით. ბატონო გოჩა, ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა ზღვაზე დაგეკავებიოთ ნარკოგადაზიდვის ფაქტი, ან ესეთი. გემები დაახლოებით 40-მდე, არა, 51 გემი იყო დაკავებული. საერთოდ ნარკოტიკები არა, ძირითადად ახლა ჩვენ მაშინ ვაკავებდით რა ქვია იმას მეთევზეები, კონტრაბანდისტები, რომლებიც ძირითადად შედიოდნენ აფხაზეთის წყლებში, აფხაზეთში. ეს გეუბნებით 2000, 2001, 2002, 2003. მაშინ ინტენსიური დაკავება მია. დაახლოებით 8 გემი შედიოდა სოხუმში. თურქეთიდან. რუსეთიდან მე რკინიგზით გადიოდა, ან პირიქით რკინიგზით შემოდიოდა, ან ავტომობილებით და მე აფხაზეთიდან სოხუმიდან გადიოდა ეს ნარკოტიკი და აფხაზეთიდან შემოდიოდა ასევე საქართველოში. ზუგდიდის გავლით. ესე იყო აწყობილი შევარდნაძის დროს ეს მთელი სისტემა. მაგრამ დაკავებით ერთი ქონდა რეალური ინფორმაცია. იარაღი დატვირთული გავიდა გემი სოხუმიდან და იმ მომენტში, როდესაც გავიდა, ჩვენ მქონდა ინფორმაცია. მაშინ ცხონებულმა ვალერი ჩხეიძემ დამირეკა, რომ ვერასწრებ საწვავი არ ქონდა. კატერებში არ ქონდა საკმარისი საწვავი საპატრულო კატარღებში, რომ ჩვენ გასვლა გაგვეკეთა შორს უნდა გასვლა, იმიტომ რომ მაშინ სოხუმიდან დადიოდნენ გაგრით გავლით და კრუგს არ ტყავდნენ, რომ ჩვენ არ დაგვეკავებინა. ხო და მაგიტომ საჭირო იყო შრაფშობა. საწვავი რო არ იყო, ბატონმა ვალერიმ თხოვა, რომ იქნებ პორტმა მოგცესო. პორტს მაშინ ხელმძღვანელობდა, ცნობილი პირი, რომელსაც ძალიან უყვარდა, ასე ვთქვათ, кайფი, რამდენადაც ვიცი. მან პირადად მითხრა, რომ არაო კონკურსი უნდა ჩავატარო და სულ ლაპარაკი იყო 4 ტონა საწვავის ჩასხმაზე. და ასე ვთქვათ, გაგვაჩერეს ტექნიკურად. და მე მოვიდა კიდე მითითება, რომ ისაო ამ გემს არ შეეხოთ. რუსული იარაღი იყო ზედ. ბატონო გოჯა, ვისგან იყო ეს მითითებები, მაშინ ვისგან მოდიოდა? ვისგან მოდიოდა, აბა გამოიცანეთ პირველისა. ჩემთან პირადად ვერ აღვო, ჩემამდე მოიტანეს, ასე ვთქვათ, საროკა და ნისლარო იყიან, ხო იცი? ასეთი გამონათქვამია. მაგრამ ტექნიკურად მაინც არ შეგვეძლო, იმიტომ რომ საწვავი არ ქონა, მაგრამ იარაღი გადიოდა ყოველთვიურად. ყოველთვიურად სოხუმში ან შედიოდა, ან გადიოდა. ერთხელ დაკავებული იყო გემი, რომელიც მაგალითად ახალი აფხაზური დამოუკიდებელი მაშინ დამოუკიდებელი აფხაზეთის პასპორტებით იყო დაბეჭდილი მაგალითად. მთელი გემი იყო დატვირთული, წარმოიდგინეთ. ბევრი რაღაცეები ხდებოდა. სამშენებლო მასალები და სიგარეტი და რა ვიცი ეს, კონტრაბანდისტები როგორც მუშაობენ ყველგან.
მაშინ ესე იგი ჩვენ რო გაგვეკაცრებინა ერთადერთი თქვენ ახლა რასაც ჩვენ თემას რო დაუბრუნდეთ კონტეინერებით რომელიც მიდის ტრანზიტით საქართველოს გავლით ჩვენ იმის კონტეინერების გახსნის უფლება არ ქონდა თუ ინფორმაცია არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია ან შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან უშუალოებიდან ან ინტერპოლიდან უნდა მოსულიყო ინფორმაცია რომ ეს კონტეინერი ნომერი ეს ამაში არის არალეგალური რაღაცა. ანუ ჩვენი ოპერატიული სამსახურები შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ აი საქართველოს შიგნით რა იტყვიან ორი გამოტვინებული, ესე ვთქვათ, კრიმინალის დევნით, მეტი არაფერი და ეხლა ჩვენები ვერ აწარმოებდნენ ვერანაირ ოპერატიულ მუშაობას, ვერც ავღანეთში, ვერც ირანში, ვერც ასე ვთქვათ, ამ წერტილებში, სადაც ეს ნარკოტიკი და უკანონო სინდიკატები მუშაობენ. შესაბამისად ინფორმაცია ჩვენ ვერ გვექნებოდა არანაირად. მაგიტომ ჩვენ ამას ვერ დავიჭერდით. უბრალოდ ვერ გავაჩერებდით. ათასობით კონტეინერი მიდიმოდეს. რომელი უნდა გააჩერო, რომ ყველას ხო ვერ გახსნიდა. ჩვენ კიდე ტრანზიტის ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო. მაგიტომ ეს ძალიან რთული ოპერაცია არის, ადვილი არ არის, მაგრამ ეს დამოკიდებულია სრულიად სახელმწიფო მმართველობაზე. რამდენად არად განან თავიანთ ფეხზე და რამდენად მყარი არიან, რომ არ ცდუნებას გაუძლონ. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა რა ვიცი მე, გინდა ღარიბაშვილი აიღეს, გინდა ნებისმიერი მათგანი გინდა ის ნაცების დროს, ასე ვთქვათ, ვიღაცა მიუვა, სახში მიუტანს ორ ჩემოდან ფულს, რომელიც თავის ცხოვრებაში არ უნახია და ორი კალოშით დადის, ასე ვთქვათ. გაუძლებს ის ცდუნებას. ძალიან რთული არის. მერე ის ფიქრობს, მე ეგერ ორი დღე აქ დამრჩა, მერე გამაგდებენ და რით უნდა ვიცხოვრო და აი აქედან იწყება ყველა პრობლემა. იგივე პრობლემაა სხვათა შორის მექსიკაში. მე ახლა მეგობრები მყავს მექსიკაში, იურისტები, რომელიც აგერ აქ ჰიუსტონში მოქმედებენ, პერიოდულად ჩადიან ხოლმე რაღაც საქმეებზე და ისინიც ამბობენ, აი ადამიანი ენიშნება თანამდებობაზე, ეგრევე მიდის ნარკოკარტელი და ეუბნებიან, აი ეს შენი წილი იმდენ ფულს უდებენ, რომ იმას თავის ცხოვრებაში და თავის ოჯახის მთელი ისტორიის მანძილზე არ ქონიათ და იწულებულები არიან დასწახდნენ, ან მეორე არჩევანია, უნდა დატოვონ თანამდებობა, ან მოკლავენ. ხო, ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ეხლა არავინ არ გამოეკიდოს ავტომატით ქუჩაში, მაგრამ თანამდებობაზე არ გააჩერებენ ასეთ ადამიანს. ისევე როგორც ეს იყო კომუნისტების დროს, პატიოსან ადამიანს ვინ გააჩერებდა ფულის საჭრელ ადგილზე, სკამზე. გასაგებია. ბატონო მოჩა ამავდროულად ძალიან რო არ გავყვი ამ თემას, მე მოკლე რაკურსით შევიყვანე, უბრალოდ ქართული ოცნება იყოს ეს საჯაროდ, ისედაც იყოს საჯაროდ, მაგრამ ვაჭრობს ნარკოტიკით ოფიციალურად, ცდილობს ძველი ბინზური კგბ-ს მეთოდებით არასასურველ ადამიანებს მოახვიოს ეს ჭორი თავზე, მოახდინოს მათი ღირსების, სინდისის, ნამუსის ნიველირება ამითი და გასართულ დონეზე დაიყვანოს სახელმწიფოებრივი საქმეები. ამავდროულად, ბატონო გოჩა, მე თქვენს წინაშე წარმოვდგამ შემდეგ თემას, რადგან თქვენ აღნიშნეთ ძალიან საინტერესო ფაქტი, იმიტომ სხვადასხვა ბინზური საქმის ლეგალიზაციისთვის ქართულმა ოცნებამ ხელი გაუხსნა არაბულ სახელმწიფოებს, აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ სახელმწიფოებს, როგორც არის ჩინეთი მაგალითად, ხო? შემოვიდნენ უვიზოდ და დარჩნენ ჩვენს ქვეყანაში. ეხლა რა არის, იცით, გაეროს ანსამბლეაზე სადაც ხდება ხმების მიცემა ტოლვილების დაბრუნებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთში, ცხინვალში, სამაჩაბლოში, ასე ვიტყვი. აი ქართული ოცნების სტრატეგიულმა პარტნიორებმა, არასაქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, აი ჩინელებმა მაგალითად საქართველოს საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა, რომ ქართველი ტოლვილები დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში და ცხინვალში. განათავი შეიკავეს, არა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მისცეს ხმა გაეროში. ასევე არაბული სახელმწიფო არის იქ, რომელიღაცა ზუსტად ვერ დავასახელებ, არ მინდა შემეშალოს, რომლის სასარგებლოთაც გაეროში საქართველოს ჩვენი ელჩი მოხსნა ტურიზმის კუთხით, იმათ მას ასევე ჩვენს წინააღმდეგ მისცეს ხმა. ანუ რა გამოდის? პირდაპირ რო ვთქვათ რა, ჩვენ გვყავს უფლება, რომელიც
ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ მოძრავ ერებს აძლევს უფლებას აშენოს გზა და ხიდები, აკეთოს ბიზნესი, ჩამოიყვანოს მისი მოქალაქეები უვიზოდ, გააკეთოს ისეთი პრივილეგირებული საკითხები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღრმა თანამშრომლობის, ღრმა დიდი ეკონომიკური მოგების ან ღრმა პოლიტიკური ინტერესის ფონზე შეიძლება ხდებოდეს ქვეყანაში. თქვენი კომენტარი რა იქნება ამ ყველაფერთან მიმართებაში? ჯერ ერთი დავიწყოთ დიდი კითხვა არის ბატონო დავით, ესე იგი ჩვენ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი დიპლომატია არ არსებობს. ჩვენი დიპლომატები მემხედველობაში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ალბათ იღებს პირდაპირ მოსკოვიდან დირექტივებს თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ გააკეთონ. ამ შემთხვევაში ჩინეთი არის დიდი ქვეყანა ბატონო დავით. მაგენი შაბლონებით კი მუშაობენ ზოგიერთ ქვეყნებზე, ზოგიერთზე საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და შეიძლება ეს თუ გადავხედავთ ისტორიას, რამდენჯერ იყო მიცემული ხმა და რამდენჯერ მისცა წინააღმდეგი, ასე თქვა, რამ ანალიზი თუ ჩატარდება, დარწმუნდებით, რომ ეს ძველი არაფერი შეცვლილა და მანდ უკვე ჩვენი დიპლომატიის ჩავარდნა არის, რომ არ იმუშავეს ჩინეთის მთავრობასთან. მუშაობა უნდა, იმიტომ რომ აქ შენი ინტერესი უნდა დაიცვა. მაგრამ ეხლა მეორე მხარიდან შეხედე ვინ იმუშავებს რა. ყობახიძეს მოусმენს ვინმე თუ ივანიშვილს გაიკარებს ვინმე. ეგენი ხო ისენი არიან, აი ჭეკლასის ასე თქვათ გასტრაბაიტერები რო არიან მოსკოვში. იმის დონიდან ვერ ჩამოვიდნენ ჯერ კიდე. ერთმა ფული იშოვა, მეორე კიდე მას ემსახურება ბოშხალაძაღლებით. შესაბამისად მაგათ რა უნდა შეასრულოს, რა უნდა ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ვერც ემირატებს, ვერც ჩინეთს, რატომ ისეს თმა წინააღმდეგი. შენ რა გააკეთე, რომ ეს არ შესრულებულიყო. უნდა გამოხვიდე და დაელაპარაკო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გააკეთო განცხადება და შემდეგ გადადგა ის ნაბიჯი, რომ ჩინეთის ტავარზე დაწესდეს ესა რა ქვია, ტარიფი. ჩვენ ეკონომიკას ჩინეთი ვერანაირად ვერ დაგვინგრევს. მაგალითად, ტარიფი რო დაუყენოთ ჩინეთის ტავარს, რომელიც გადის საქართველოზე, არაფერიც არა, პირიქით. ეს წაადგება ჩვენ ეკონომიკას. მერე გაუზარდოთ ორმაგად ეს ტარიფი. მერე გაუმაგოთ სამმაგად და თვითონ მოვლენ სალაპარაკოდ. გამიგეთ? ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური, ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პროცესები, რომელთა მასთან მუშაობა უნდა. მაგრამ ივანიშვილი ახლა რა უნდა ქურდულად მართავს თავრობას, ხო, ასე ვთქვათ. ეხლა ყობახიძე მაგას როგორ გაუპირდავს სი ძინპინი საერთოდ გაიკარებს ახლოს? რა თქმა უნდა არ გაიკარებს. იმიტომ რომ ესენი არიან დაბალი ვაჭრუკანები. მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილი და სააკაშვილის ტირანია ქვეყანაში და ხალხს რო არ ქონოდა თავს მობეზრებული მათი სისასტიკე, ბიძინა ივანიშვილი ვერასოდეს ვერ მოვიდოდა ხელისუფლებას. სააკაშვილის არსებობა ბატონო დავით, აი შეგახსენებთ იდეოლოგიურმა ელემენტმა ხელი შეუწყო ივანიშვილს მოსულიყო ხელისუფლებაში და დღეს რო რჩება უკვე ეგ არის იმპოტენტიზმი ჩვენი ერის პირდაპირ დავარქვათ ამას, რომ ის ჩვენი ხელისუფლების მმართველია, ესაა ჩვენი უმაქნისობის შედეგი. ეს იმის ბრალი არის ბატონო დავით, რომ ობიექტური მიზეზი აქ ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის აქტიური ნაწილი გასულია ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში. დარჩენილი არიან ან სახელმწიფო სამსახურში ვინც არიან, ან რომ არსად აღარ აქვს დასასვლელი გახები სოფელში ამისე, ან კიდე ვინც ციხეში არის, მეტი ვინღა დარჩა საქართველოში. მოსწავლე ახალგაზრდობა. და მოხუცები. მათ ვერ მიიყვან, ეხლა არის ლაპარაკი ოპოზიცია, ოპოზიციას რატო არ გახტავს, მაგალითად, მე ზომიერ ოპოზიცია დავარქვათ, რაღაც დავარქვა, არანაცები ასე ვთქვათ, რატო არ გადიან, ვთქვათ, აქციებზე. არავინ არ არის დარჩენილი ბატონო დავით. 100-დან 1 ადამიანი არის დარჩენილი საქართველოში, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს და გააპროტესტოს. თქვენ უნდა დაიმახსოვროთ, რომ ყოველთვის 10% აქტიურობს ხოლმე მოსახლეობაში. და ეს აქტიური მოსახლეობა არის მონდომებული რაღაცა მიზნები ამოძრავებს. დღეს ეს აქტიური მოსახლეობა თავის გადასარჩენად არის გასული, იმიტომ რომ ამ დეგენერატებმა, რომლებიც ახლა შეხედან და თავი ჭკვიანები გონიათ და deep state-ს ებრძვიან, ვერ შეცვალეს ეკონომიკური პოლიტიკა. აი, როგორიც იყო ლიბერალური პოლიტიკა ეკონომიკაში და ფინანსებში, არაფერი არ შეცვლია. როგორ ძარცვავდნენ
ჩვენ ოჯახებს ისევე დარწმავენ. ახლა 36%-იანი იმას რო დაგიწესებენ, ბატონო დავით. ზუსტად მაქავა რა, ა. 24 სუპერ მოგებაზე გასული ბანკია ქვეყანაში, 24 ხო. სუპერ მოგებაზე გასული ბანკია ქვეყანაში, 3.500.000 არის დაახლოებით 800.000 ჩვენი რეალური მოსახლეობა. აქედან აბორიგენულად ეთნიკური ქართველი შეიძლება 1.5 მილიონი აღარ იყოს უკვე, ჩვენ ენაზე მოსაუბრე შეიძლება 1.8 მილიონი აღარ იყოს. ეთნიკური უმცირესობებიანად, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის ფარგლებში კიდევ პატივს უსვამს და ლაპარაკობს ჩვენ ენაზე, იმიტომ რომ ქართული ენის წინააღმდეგ მიმდინარეობს ზუსტად ისეთი მტრობა, როგორც მიმდინარეობს ქართველი ერის მიმართ საქართველოში. აქედან 30.000 კაცი ციხეში ზის, აქედან 9.5 მილიონი კაცი, უпростоრად 800.000 კაცი სოციალურ შემწეობას იღებს და კიდე რამდენჯერ გაუსწრო უკვე შობადობას გარდაცვალება. ჩვენ ქვეყანაში 2.500.000 კაცი ემიგრაციაში ყავთ გაყრილი. აი ესა ვარ სულ ქართველი ერი დარჩენილი დღეს. ვინ უნდა იაქტივოს? კი, მაგიტომაც ხო, ობიექტური მიზეზია, რატო არის ოცება ეს ვირეშმაკულად გააკეთეს ყველაფერი და მაგი ახლა უბრალოდ ახლა ჩვენ არ გვინდა რომ იარაღი გავარდეს კიდე საქართველოში, იმიტომ რომ ყველა სხვა გზას არ ტოვებს ივანიშვილი რომ იარაღი გავარდეს. არც ივანიშვილი და არც ოცნების მთავრობა. იმიტომ რომ ეგ თუ გაგრძელდა ახლა იცმის კითხვა, ვინები არიან ეგენი, რომ მე დამიშალონ ქართველობა და მე დამიშალონ სამშობლოში დაბრუნება. და ვინები არიან ეგენი, რომ მე მძარცვავენ. მე ვამბობ, მე როგორც რეგითი ემიგრანტი. მე ვაგზავნე ჩემ ოჯახს ვეხმარები და ეგენი ძარცვავენ ჩემ ოჯახს, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემი გაგზავნილი ფული გადიოდეს მათ ჯიბეში, ილექებოდეს და ექსპორტიორებს, ასე ვთქვათ, ამდიდრებდეს. ანუ ამდიდრებთ ჩვენ თურქეთს, რუსეთს, ევროპას, ყველას. ეკონომიკურ კუთხეს გეუბნებით მე თქვენ. და ამ დროს ეგენი გულაობენ. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ ეს მათთვის ეს არის კომუნიზმი, მათთვის ყველაფერი შეცვლილია. ეგენი ესე ვთქვათ, როგორც იტყვიან ჩემი ქართველი მეგობრები, ნირვანაში არიან გასულები, ისო დონეზე გაზულუქებულები არიან, რომ ადამიანი მე ახლა ვიყავი საქართველოში, ჩამოსული. მე არა მაქვს არანაირი სხვა მიზანი, უბრალოდ შეირნობდი მარჯანიშვილზე. გაყოფილია მარჯანიშვილის მეტრის ესა მეტროდან, ასე ვთქვათ, ზემოთკენ, ასე ჩილუეთისკენ. ეს არის თურქულენოვანი, აქეთ მხარეზე აზიური. დანარჩენი აზიური, ასე ვთქვათ. უბრალოდ სად არის ქართველი? ქართველია, ქართულად მოლაპარაკე ადამიანები, მე ახლა წინამდე კი არა ვარ სხვა ეროვნებისა და სხვა ჯულის ადამიანის, მაგრამ ქართველობა აღარ არის საქართველოში დარჩენილი ამათი პოლიტიკის გამო. ეცეთ ბატონო გოჩა ემიგრაცია. ეს ამაზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეაგირება და მე ამას ვაკეთებ უკვე. მე ბოდიშ ვუხდის უყველას, აი ხო არიან თქვენი მოსახლეობა მაყურებელი ხო ვიყურეს. 2007 წელს მე წარვადგინე პირადად ქართულ ემიგრაციაში რომ არის ივანიშვილი, რომელსაც ხარი უნდა დაუჭიროთ და შევაცვალოთ ის ბოდიში და სირი, რომელიც ყავდა ჩვენ პრეზიდენტად წოდებული, რა ქვია, კლოუნი. სააგაშვილი. ის არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის უკვე აქ მისი ოფიციალური მეტსახელი ვაშინგტონში და დიპლომატებში აქ იყო რა ქვია, ჟაკეი, ანუ მასხარა. პრეზიდენტ სააკაშვილის კი არა და ხმე მასხარას ეძახდნენ აქ. და როდესაც აქ ვაშინგტონში და ამ ჭორბიუროს იმაში გაეროში და იმაში მასხარას სტატუსი აქვს შენი ქვეყნის პრეზიდენტ, შენ ქვეყნას მომავალი არა აქვს. ემბარგო დაგვიწესეს, ყველაფერი დაგვიწესეს და ის და პლუს კიდე ამხელა რეპრესიები იყო საქართველოში. და ეს უნდა შეცვლილიყო რაღაცნაირად და ერთადერთი ადამიანი, რომელიც მე მეგულებოდა რომ რაღაცას გააკეთებდა ქვეყნისთვის უკეთეს, იყო ივანიშვილი. ფული ჰქონდა, მას ახლა 200-300 ლარის გულისთვის ახლა ქთამს არ აიღებდა, ასე ჩავთვალე და რაღაცებს ქვეყანას დაადგებოდა, მეცენატის სახელი ჰქონდა. გავაკეთე ყველაფერი მე 2007 წლის ოქტომბერში, მერე დეკემბერში, მერე იანვარში და არიან მაგის ადამიანები აგერდა. მერე ქართული ემიგრაციის წარმატებული ადამიანები არ დავასახელებ მათ სახელ გვარს და მათი ოჯახის წევრები, რომელიც ელიტაში ტრიალებენ, მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ოცნების ხელისუფლება შემდგარიყო 2012 წელს.
და მე უბრალოდ ვუყურებდი უკვე შევასრულე კატალიზატორის როლი. მე უბრალოდ ვუყურებდი უკვე ყველა დეტალი, ყველა ნაბიჯები რა ხდებოდა 2012-ში, არჩევნების წინ, არჩევნების დროს და დეტალურად ვიცოდი. და მათ რა გააკეთეს პირიქით ეს ნაბიჯები, რომლებიც დასახვრეტები იყვნენ, დააწინაურეს ან დასაჯეს რაღაც უმნიშვნელო საკითხებზე, რომელიც არ ეხებოდა ქვეყნის ღალატს. და ახსნეს ისა, რომ ვითომ ამერიკელებმა მოითხოვა, არავის არ მოუთხოვია დამნაშავეების არ დაეშვა. ლანდა ვის უნდა მოეთხოვა ბატონო დავით არ დასაჯო, ფეხებზე ან კიდია ეხლა მე სახელმწიფოს დეპარტამენტის თქვათ დირექტორი რას მეტყოდა მე და დამესაჯა თუ არა დამნაშავე პირი, რომელიც 2008 წელს ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფო ღალატი. აი ბატონო გოჩა დავაგორებდი ყვახივით სადმე. მაგიტომაც აი ეგეთი ადამიანი, მაგიტომაც ხოდა ბოდიში უნდა მოვიხადო მე რომ აი ეს მე შევასრულე კატალიზატორის როლი. აი ეგ არის მეტი არაფერი. აქ წერენ რომ თქვენ კი არა ბევრი შეცდაო. იცი რა არის თქვენი ჭირი მე მაშინო ესეთი ის იყო, ნუ მესმის. ეხლა რა არის, იცი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და ძალიან ფიქრობ, რომ ბევრისთვის უცნობი ინფორმაცია თქვით ეხლა და მე ძალიან ბევრ შეკითხვას დაგისვენ თქვენ ამის ირგვლივ, იმიტომ რეალობაში ხალხმა სხვანაირად იცის ეს ყველაფერი. რეალობაში ყველა ფიქრობს, რომ რუსეთიდან არის ივანიშვილი სინამდვილეში მოყვანილი. იმიტომ რომ თქვენ თუ აქედან ეხმარებოდით ივანიშვილი მოსულიყო ხელისუფლებაში, მე აი აქ ვიყავი მაშინ, საქართველოში ვიყავი, აქ არა, ახლა საფრანგეთში ვარ. და ივანიშვილის დამსახურებით სხვათა შორის დევნილად. მე ვიყავი უშუალოდ იმ პოლიგონზე, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა და ზუსტად ვიტყვი ამას კაცო, ახლა ბავშვები მის მერე თაობა წამოვიდა 12 წელზე მეტი გავიდა და ბევრმა არ იცის რა ხდებოდა, მაგრამ თქვენ ვინც ნახეთ იყო სააკაშვილი, ვინ იყო სააკაშვილი, მე ვინც ჩემ ყავზე გავიარე ეს ყველაფერი, მე იმას კი არ ვცდილობდი ივანიშვილი მოსულიყო საქართველოში. მე ვცდილობდი სააკაშვილი აღარ ყოფილიყო საქართველოში და მეგონა რომ ახალი რომ მოვიდოდა იმასთან დაკავშირებით კიდე ქართველები უფრო მძლავრი აღმოჩნდებოდა, მაგრამ შევწდიან ყველაფერში რა. გულახდილად გეტყვით ამას. იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ საოცრად დიდი ქორვაჭარი ხელისუფლებაში, რომელმაც თავიდან ბოლომდე გაძარცვა კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და არც ერთი კრიმინალი არ დაუტოვა მიხეილ სააკაშვილს იქ პარტიაში, რომ ქართულ ოცნებაში არ გადმოებირებია. ახლა ამაზე მე შორს არ წავალ, უბრალოდ დაგიბრუნდებით თქვენ ესეთი შეკითხვით, ბატონო გოჩა. რეალობაში აი რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანის პროცესი, აი ამერიკული გადმოსახედიდან და ამერიკული რეალობიდან როგორი იყო მაშინ? როგორ მოვიდა? მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო უცნობი ადამიანი ამერიკის პოლიტიკური ესტაბლიშმენტისთვის, აქ ვინც არის ორიენტირებული, ასე თქვა, საქართველოს მიმართულებით. ეხლა ნურავის ნუგვებონება, რომ საქართველო რახან პატარაა და ისა ამერიკას ჩვენ უბრალოდ მნიშვნელოვანი ადგილი გვაქვს ტერიტორია რეგიონში და მაგიტომაც ყურადღებაც იყო. და ეს არის ამ ადამიანებს არ იცნობდნენ ვინ იყო ივანიშვილი. იცოდნენ აგერ არის სააკაშვილი. რამდენიმე ადამიანი ვცადეთ ბატონო დავით. არ მე ვცადე ასევე ისა ნათელაშვილი. ხოდა ნახლა ბატონი ნათელაშვილი ძალიან კარგი გამოცდილი ადამიანია, მე პატივს ვცემ, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის აქცია ხელი მოწერილი და ბევრი კარგი ადამიანი. გოჩა მოდი, გუბაზასაც ხელი აქვს მოწერილი. ნუ რაც არ უნდა იყოს ჩვენ შეგვიძლია ისა ვთქვათ, ეს ვთქვათ, მაგრამ მათ ისტორიული ნაბიჯი გადადგეს თავისი შეცდომებით, თავისი წარუმატებლობით. მინდოდა ნათელაშვილი ყოფილიყო, ნათელაშვილის მართლა დაეხმარნენ აქა ჩვენები. და ყველა დონეზე შეახვედრეს ვიცე-პრეზიდენტის ჩათვლით. მაგრამ კითხვა ისმის ასეთი, კი ჩამოვა გამოლანძღვა სააკაშვილი, მაგრამ შენ რით ხარ უკეთესი. და თვითონ ნუ არანაირ გეგმებს არ ასრულებდა, არა, მაგრამ უყვარდა ასე ვთქვათ, ოპოზიციონერება უყვარდა და გამოწყდა კიდევაც რომ ჯობია ოპოზიციაში ყოფნაო, რადგან მეტი თავის. იმიტომ რომ ბოდიში და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ცნობა. ხო და შემდეგი ვცადეთ უკვე რომ ერთადერთი ვარიანტი რჩებოდა მაშინ რომ ყოფილიყო შეძლებული ადამიანი, პატრიოტი, მეცენატი, რა ვიცი, რომელიც ახლა ხელი არ წაუწდებოდა ფულზე, ასეთი ადამიანები რამდენიმე იყო მოსკოვის ბიზნესშიც, საქართველოშიც, ევროპაშიც. ხო და
მაგრამ ერთადერთი ადამიანი ჩავთვალეთ, რომ ივანიშვილი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ერთი საქართველოში იყო, საფრანგეთის მოქალაქეც იყო და უკვე აღარ იყო ისა თქვათ. ასე ჩავთვალე. მე ესე ჩემი გადმოსახედიდან, წირი ინფორმაციიდან გამომდინარე, მე მხოლოდ ესე ვფიქრობდი. და ნუ დავიწყეთ მისი ასე თქვათ წარდგინება ყველა დონეზე, რაც შეიძლებოდა. მე წარმოვადგინე, მე ახლა ბევრს არ ვიცნობთ, ახლა სიდან ვიცნობ და მაგიტომ მეგობრებს წარმოვადგინე, ვინც ტრიალებს იმ წრეებში ვაშინგტონში ასე თქვათ. და მათ უკვე გააკეთეს გადადგეს ნაბიჯები და დაუწყეს ისა. სააკაშვილმა როგორც კი იგრძნო, ეგრევე დაიწყო პრესი ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. და იქამდე მივიდა, რომ დაცვაც კი მოახსნევინეს და რა ვიცი, რაღაცა ერთი ამბები იყო მანდა. რა გააკეთეს ამერიკელმა მხარემ? დაცვა გამოუგზავნა, Deep State-მა გამოუგზავნა დაცვა ივანიშვილს. ეს ხმამაღლა უნდა ითქვას ესა. როგორ და დაიცვა ერთი Deep State-მა მე ვერ ვამბობ მაგას Deep State-ის ძახი მე მაგას ხო და ეს არის სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენლობა, როგორც იძახიან მაგას, კორპორაცია იყო ასეთი სამშენებლო, იმას დაიქირავა და გამოუგზავნა დაცვა. რომ მისი ქონება დაცული ყოფილიყო, პირადად თვითონ დაცული ყოფილიყო, გამოუგზავნა დიპლომატები, რომელიც მათ რაღაც ფუნქციას ასრულებდნენ მათ კომპანიაში, კორპორაციაში ყოფილი დიპლომატები, სერიოზული გავლენიანი ადამიანები და დაანახეს სააკაშვილს, რომ ამ ადამიანს არ მოყრობოდა ისე, როგორც თქვათ, მოეპყრებოდა ნათელაშვილს და შვებს და სხვა რიგით, ასე თქვათ, პოლიტიკოსებს, როგორც ექცეოდნენ მანდ. და ვერც გაბედა. ვეღარც გაბედა და საარჩევნების ღამეს გამოუგზავნეს კიდე ასეთი ადამიანი იყო, ძალიან პატივცემული და გამოცდილი დიპლომატი ფრენკ ვიზნერი, რომელიც ამერიკის ელჩი იყო ინდოეთში და ბევრ სხვა დიდ ქვეყნებში და ის შეხვდა არჩევნების დროს ბატონი მას, რა ქვია, რამდენიმე სენატორთან ერთად და სენატორი იყო თუ კონგრესმენი, აღარ მახსოვს. აი იმას ახლა რო ეძახიან Deep State-ი არისო და საქართველოს ელჩის რაღაცაოს. მოგოდა ესე იგი იმათ გააფრთხილეს სააკაშვილი და всё, სააკაშვილს უცხეს არ გააყალბო. კი არ უცხეს რომ წადიო. არ გააყალბო და იქ უკვე გასაგები იყო რომ წაგებული ჰქონდა ისედაც. თორე სააკაშვილი არაპირებდა წაგების გამოცხადებას. და ბევრს მოეგონება რომ რახან დემონსტრაცია იყო, ის სააკაშვილი შეეშინდებოდა და გაიქცეოდა. ყველა შევახსენებ, მაშინ მე რაც გვახსოვს ჩვენ თუ ვინმეს ახალგაზრდა უყურებს და არ ახსოვს, სააკაშვილმა დაიწყო ჩვეულებრივ ივანიშვილის დაცვის წევრიდან დავერბოვკება, რომ შესულიყო მერე შიგნით და კრიმინალურად აიყვანა მთელი ოჯახი. აი ესეთი რაღაცა ხდებოდა, ესეთი რაღაცა აპირებდა. კი, არის ასეთი. კი, ეს ფაქტებია ოფიციალურად და სხვადასხვა ამას აკეთებდნენ ძალიან წარმატებით და გამკეთებელი იყო სააკაშვილი ამ ყველაფრის. და მახსოვს ასევე ბატონო დავით, ბევრი მათგანი, რომლებიც მაშინ ახლა არიან ხელისუფლებაში, მაშინ ნაციონალების მოძრაობის წევრები იყვნენ, აქტიური ქორები, ასე ვთქვათ. და დღეს არიან ახლა წარმატებული ოცნებისტები, რომელიც ებრძვიან ნაცებს, ხო? კი. ესაც არის, ახლა მე არ მინდა ყველას თავისი პრობლემები და თავისი გასაჭირი აქვს, ასე ვთქვათ, არ შევეხები მაგას. მაგრამ მე მახსოვს, როდესაც ღამე რო რეკავდნენ მიშველეთ და იჭირეს ჩემი ნათესავი, ის დამიჭირეს, ეს დამიჭირეს მიშველეთ და დაეხმარნენ, მართლა დაეხმარნენ. აქედან და მე რით გადავუხადა ივანიშვილი. ყველა გადააგდო. ბატონო გოჩა, აი თუ გახსოვთ ივანიშვილი თუ რეკავდა მაშინ ამერიკაში კი, აბა მარა რა თემებს ეხებოდა? აი, ახლა ძირითადად ამ თავის საარჩევნო საქმეებს და თუ როგორ განხორციელებული იყო. ახლა ჩვენმა მეგობრებმა ეშინოდა. რა თქმა უნდა, ეშინოდა. გასაგებია, დღეს თურმე არ ეშინია აგერ და სხვადასხვა ერთ რაღაცას მინდა ყურადღება მივაქციო, ქართული ოცნების პროპაგანდა ისე ღრმად და ისე შურს წავიდა. მე იმ სახელს ვერ ვამბობ, თქვენ რო კარგად გამოვიდით, Deep State-ი. გამოაცხადა Deep State-ი. ქართულად ბრძანეთ, ქართულად სიღრმისეული სახელმწიფო. სიღრმისეული სახელმწიფო ხედავ შენ? რას ნიშნავს რა ინგლისური ენა რო არ ვიცი? ანუ ჩრდილოვანი სახელმწიფო, ასე თქვა, კიდევ სხვანაირად ასე თქვა. ეს პირდაპირ თარგმანია? დიახ. არა. სიღრმისეული სახელმწიფო ესე ითარგმნება პირდაპირ და ჩრდილოვანი მართვა, ასე თქვა, ეს არის რა. ჩრდილოვანი სახელმწიფო. რომელსაც რვაფეხასავით ყველგან აქვს ხელფეხი. ანუ რას ნიშნავს ჩრდილოვანი სახელმწიფო? ჩვენი ასე ვთქვათ, აი ესეთი
ვინახდილებისთვის ამერიკაში არიან ვისაც ჯერა მაგის ბატონო დავით თქვენ გონიათ მარტო ივანიშვილს უნდა ვცინოთ კაცო ამერიკაში არიან ასეთი სირები ასე ვთქვათ რას ნიშნავს ესა სეგმენტსეული სახელმწიფო ეს არის კორპორაციები როგორც არის Vanguard და ესა რა ქვია BlackRock-ი ესენი ფინანსური კორპორაციები არის პენტაგონი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ასევე და კიდევ ვინ არის რა ვიცი მე ნუ საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციები როგორც არის თქვა Apple ან Facebook-ი და ასე შემდეგ ნუ ესენი შედიან თურმე ამ სახელმწიფოში სიღრმისეულ სახელმწიფოში სადაზვერვო საზოგადოება კიდე ხო დამავიწყდა და ამ დროს ჩვენ ყოლია ასეთი დეუგმირი ბუიდარი რომელიც აგერ ებრძვის მარტო 2 მილიარდიანი ადამიანი რომელსაც ახლა თავდაყირა რო დააყენო 5 მილიონი არ გაგრება რეალობაში მაგრამ თურმე ეს ებრძვის და წინაღუდგა ამ იმათ თავშეხელი წამოარტყეს პუტინს ომი დააწყებინეს და ეს თურმე ებრძვის რომ მეორე ფრონტი არ გახსნას ეს და პროფესიონალური ისენი არიან ანუ როგორ გითხრათ ერთი BlackRock-ის კომპანიას მარტო მისი ფული რასაც მართავს ეს არის 9 ტრილიონი დოლარი ბატონო და ერთი კომპანია და იმას რომ მოინდომოს რამე საქართველოში ის იქნება ნუ მოკლედ დაახლოებით მადლობ თქვენ ესეთი დეფინიციისთვის ხო ეს ძალიან საინტერესო დარწმუნებული იყავ ნახევარმა საქართველოს არ იცოდა რას ნიშნავს deep state მაგრამ თქვენ ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ ახლა რომ ეს განუმარტეთ თელერს ბიძინა ივანიშვილის ამაში შედის აი მაგალითად ადამიანები რომ ვითომ აი ის არის ჩინოვნიკი სადღაც აიდაჰოს შტატში მე რო იძახიან რომ პრეზიდენტ ტრამპზე გავლენა აქვს deep state შენ ასევე ლანძღავ პრეზიდენტ ტრამპს იმიტომ რომ ეუბნები რომ შენ ახარ ისეთი სულელი რომ ვიღაცა იდიოტი გმართავს შენ კრიმინალი გამიგეთ არაოფიციალურად ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ამერიკის მთავრობაზე და ამას იმეორებენ ოფიციალურად არა დაიმეორონ ახლა იდიოტებიდან ვის უყურს ეს ასევე როგორც ევროპელებს ამას შვებიან ბრალსდებენ და ეხლა ყობახიძეს განცხადებია თითქოს რომ ჩვენ უნდა მიგვებაძა ჩინეთის მთავრობისთვის გულახდილად გეტყვით მე როდესაც ძლიერი სახელმწიფო გაქვს თუნდაც ძლიერი არა მაგრამ ეროვნული ინტერესებით მოქმედი პირი ხარ და ცდილობ რაღაცას ხო იქ შეიძლება არც ამერიკელების არ მოგეწონოს რამე და არც ევროპელების არ მოგეწონოს რამე ეს ბუნებრივია როდესაც შენ ერთს წარმოადგენ მაგრამ თუ შენ ერთს წარმოადგენ რეალობაში ჩვენ ფაქტიურად გვაქვს სახელმწიფო რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს იყენებს საკუთარ მოქალაქეებს, აკეთებს 100%-ით საწინააღმდეგო საკუთარი ერის ინტერესების და ემის წინააღმდეგ და ყველაფერი დანარჩენი მე ამ ეროვნulis ფარება და იმ ხალხის დანაშაულება, რომელიც ახლა სად შეიძლება, მოდი ავიღოთ რა, ქართველი ვეტერანი და ავიღოთ ევროპელი ვეტერანი. ავიღოთ ქართველი პენსიონერი და ავიღოთ ევროპელი პენსიონერი და თუ ჩვენ ასეთ რადიკალურ თანაფარდობას სახელმწიფოებრივ აზრს კრიტიკის სფეროში დაუკავშირებთ ძალიან კლოუნურ მდგომარეობაში აგდებს ამ კრიტიკის წარმოშვები ბიძინა ივანიშვილს. ახლა რატო საუბრობდი მე ამ ყველაფერს, იცით? ქართული ოცნების პროპაგანდა აი 1984-ში რო აკაწერილი ზუსტად ჯორჯ ორუელს რა, აურა გენიო და აკაწერილი რა. დიდმა ძმამ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ამოცანა დაუსახა, რომ თურმე ამერიკის ელჩი გააგდო საქართველოსთან ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ქვეყანაში მშვიდობას იცავს. გესმით? აი ახლა ხან ნარატივია. საერთოდ ბატონო დავით, ბეჯე ეს მაპატიეთში გაწყვეტინებს, ელჩიმა რო დაწერა ეხლა ერთ მეგობარი რომელიც პროჩახედულია ამ დიპლომატიურ საკითხებში მან მითხრა რომ ამერიკის ისტორიაში თუ 11 ელჩს აქვს გაკეთებული ეს ამერიკის დიპლომატიურ ისტორიაში და ეს რას ნიშნავს ეს არაოფიციალური დიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტა არის საქართველოსთან აი აქ უნდა იყოს აქ უკვე პრობლემები შეიძლება მოხდეს საქართველოში სერიოზული ეს უნდა ბატონო გუჩა, ეხლა ქართული ოცნება მადლობელია, რომ თურმე პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა ამად დანიშნულ პრეზიდენტს ისა რა ქვია, საქართველოს თავისუფლების დღე და ამას ეს აქ ხელზე დახვეული, რომ აი ხო, ჩვენც კონსერვატორები ვართ, თქვენც კონსერვატორები ხართ, აი ამ სვიასკას ეჭიდები. სად მივდივართ, არა, ვიცი რომ ძიმედ არის საქმე, მაგრამ თქვენი ანალიზი მინდა, აი ქართული ოცნების კონსერვატიულობა. თან მინდა რა იცი რომ თქვა მინდა რომ ყველა შევახსენო საითკენ მიდის კახი კალაძე
როგორი არაკონსერვატორი ტიპი იყო და როგორი ვის აჯილდოვებდა დემნა გვასალიების ჩათვლით და იმით და იმით. როგორი აი შორს დგას რადიკალურად ტრამპის იდეოლოგიისგან, ოჯახის შეხედულებებთან, სიწმინდის შეხედულებებთან, რელიგიის შეხედულებებთან, ბიძინა ივანიშვილის დარტყმები ეკლესიაზე, ყველამ გაიხსენეთ კარგად. ახლა დღეს რო კონსერვატორებად გარდაიქმნენ. აი ესეთი როლების თამაში იმ დიდ იდეოლოგიასთან, რომელიც დღეს ამერიკაშია. ეს რას მოუტანს ქართულ ოცნებას? მე ვფიქრობ, რომ არაფერსაც არ მოუტანს, მაგრამ გეტყვით ერთ რომ აი თქვენ ადექით და მიდით პირდაპირ ვინა თქვა ეგა, თქვა პაპუაშვილი ავიღოთ რა, პრემიერ რა ქვია იმას. პარლამენტის თავმჯდომარეა, ხო? პირდაპირ კითხვა დაუსვით კონსერვატიზმი რა არის? გაგიმართოთ, აბა გაგიმართავთ საერთოდ. განმარტება თუ იციან რა არის კონსერვატიზმის. რა არის დასავლური კონსერვატიზმი, მისი ისტორია, საიდან მოდის, რას ეყრდნობა, რა იდეოლოგიას. მე ახლა თქვენ რამდენიც არ უნდა გიფკიცოთ, რომ მე ახლა ჩინური კულტურის მოყვარული ვარ და ჩინური ეს მიყვარს და ის მიყვარს და ეს მიყვარს და ისა, ბოლოს კითხვას დამისვათ, აბა ერთი დამისახელეთ ერთი რა იცით ჩინური და ვერაფერს ვერ დაგისახელებთ, იმიტომ რომ რაფერი არ ვიცი იმაზე. და როგორ მე არ ვიცი ახლა ჩინური საკითხები არა, ისე მაგათ არიციან რა არის კონსერვატორი. ეგენი არიან მოკლე დროის ეს აი მედროვეები დღევანდელი. ესენი არ არიან პოლიტიკოსები, ესენი არიან რომელიღაც პარტიის წევრები, ესენი არიან მედროვეები, სულყველანი ბატონო. ეგენი მოსულები არიან, რომ გძარცვონ შენ. გუშინ ეს იყო თქვათ სააკაშვილის ბანდა, დღეს ახლა ეს ვითომ ესა რა ქვიათ მოდერნიზირებული ოცნება არის. ისინი თუ ადრე ცემატყეპითა და ეს ვთქვათ სხვა უმსგავს საქციელებით იყვნენ დაკავებულები, ესენი ამათ შეცვალეს მეთოდი და ლამაზი სიტყვებით გძარცვავენ, კანონით გაჯარიმებენ. თუ არ მოგწონს საეთრიე ქვეყნიდან და თუ ფერს ილაპარაკებ, მოქალაქეობას საგართმევთ. ხო, ნარკოტიკს ჩაგიგდებთ, იმიტომ რომ მეტი სათქმელი მათ არ აქვთ. და შენ თუ ამოიღებ ხმას, აპელირება უნდა გააკეთონ პატრიოტიზმზე, რომ მე მეორე ფრონტი არ გაგიხსენი. მაგათ ვინ ახკითხავს მეორე ფრონტის გახსნა? მე თუ მოვიდომე, მე მაგალითად თქვა უკრაინაში ვარ გენერალი. რამდენი დრო დამჭირდება, რომ მე საქართველოში გავხსნა მეორე ფრონტი? გავდგები და გავაკეთებ დრონებით თავდასხმას, თქვა აფხაზეთში განლაგებულ რუსულ ბაზებზე. მაქვს ამის უფლება, მაქვს. მე ომში ვარ რუსეთთან. ის ბაზა არის იქ, რომელიც მე მიქნის საფრთხეს. დავარტყავ ისა. იურიდიულად არის ეს საქართველოს ტერიტორია. არის საქართველოს ჩართული ესე იგი მე ომში. იურიდიულად იქნება. და მე რას ვიზავთ? აი თქვა განახორციელეს ახლა უკრაინელებმა საზღვაო დრონებით ან საჰაერო დრონებით თავდასხმა რუსულ ბაზებზე, ცხინვალსა და იმაში რა ქვია, აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთაშის ბაზა. და ოჩამჩერეში. რას უპირისპირებს, რას გააკეთებს ამ შემთხვევაში? რუსეთის მხარეზე ჯარს დაუპირისპირებს უკრაინას? მოხდათ როგორი აბსურდი მდგომარეობა იქნება. არის de facto, არის de jure. ანუ რო იძახია რომ მეორე ფრონტის ვერწინააღმდეგებით და ომს არ გავხსნით, ომის მეორე ფრონტის გახსნა არ არის დამოკიდებული ერთ მხარეზე, ეს ორი მხარე უნდა იყოს და როდესაც ამ ომში ჩართულია მრავალი მხარე, შენ აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ ბატონო დავით. ხო, აქ მიტო არის მსოფლიო ომში გადასდის შეში, უბრალოდ რა მინდა იცით, მე არ ვაპირებდი ხა დღეს ეს საკითხი შემოგვიყენა ჩვენ დიალოგში, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ მაინც შევეხები. და ჩემს მსმენელს დავანახებ აბსოლუტურად რადიკალურად სხვა ჭრილში ამ მდგომარეობას. ახლა იცით, ვაკვირდები ანალიზს ვაკეთებ მიმდინარე პროცესების და მიზანმიმართულად ვერ იდები ამ თემის კომენტირებებს, იცით, რატო ვერ იდები ამ თემას. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ აქ არის მომხდარი ძალიან დიდი ავანტიურა. უკრაინელი ერი და რუსი ერი არც ზელენსკი არ არის ცალკე და არც პუტინი არ არის ცალკე და მე მივიჩნევ, რომ აქ ხდება უბრალოდ ეროვნული დონის ტრაგედია რა, ძალიან დიდი სასაფლაო. კი, აბა, მაგრამ ეს უზარმაზარი ტრაგედია, ნებისმიერი ომი ტრაგედია. აქ ნებისმიერი ომი ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის რეგიონალური ტრაგედია, რომელიც გასცდა მასშტაბებს. ალბათ მე ასე ვიტყოდი მაინც. და უყურებ, იცით, გესმით აი ამ ეგრეთ წოდებულ პროპაგანდონისტურ ბლოგერებს, მედიას და უხარიათ. უკრაინა თუ ვიღაცას ააფეთქებს, უხარიათ. რუსეთი თუ
უკრაინაში ვინმე სააფეთქებს უკვე პრორუსებს უხარიათ და სად გადაიზარდა ეს არის ჩვეულებრივი შეჯიბრი და ჩაბმული ამაში მოსახლეობა და ტაშს ურტყამენ და აი თუნდაც ახლა რა ოპერაციაც ჩატარდა უკრაინის მხარის მიერ რუსეთში ხო ციმბირის მიმართულებით რომ დაარტყეს იქ ლამის ქვია ატომურ მატარებლებს. ხო, ატომური მატარებლებია, აბა რა არის ეს? და ამ ხალხს ეს ყველაფერი უხარია, ბატონო გოჩა. კი ჩვენ სამხედროები ვართ, ვაანალიზებთ ამ ყველაფერს და ვიცით, რომ ამას მოყვება ძალიან მწარე პასუხი. ამას მოყვება რა ყველაზე მცირე, იცი? ამას მოყვება ადამიანური მსხვერპლი. ამას მოყვება ისეთი ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც შეიძლება სამხედრო საქმესთან როგორც რუსეთი აკეთებს ჩვეულებრივ რა. ღუპავს, კლავს და ანადგურებს ადამიანებს, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში თუნდაც იყვნენ, თუნდაც არ იყვნენ. მე ამას ვუყურებ როგორც პირად ტრაგედიას, ეროვნულ ტრაგედიას. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი შვიდ. ერთი წუთით. თავს მესმის პატარა. კარგია, გაიცადეთ, ვარემ შევაერთო მაპატიეთ. კი, ერთ დიდი ხანი დროს არ წაგართმევთ, მე უბრალოდ შევ. აი და ისიც რა არის, აი გული მტკივა, რომ უყურებ, რომ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ არის, რომელიც რეალურად მიაწვდის საზოგადოებას ინტერესს, რომ როდესაც ასეთ ვეშაპს პირი აქვს გაღებული რა. ხანდახან არის საკითხები, რომლის კომენტირებას თავი უნდა აარიდო, ესმით? მე უყურებ უკრაინულ მხარეზე წასულია ნაცების დროს ყველა კრიმინალი და იქედან ამოფარებული უკრაინულ ინტერესებს ყვირის, რომ აი თურმე რა კარგი იქნებოდა ასე და რა კარგი იქნებოდა ისე. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ომს მოაქვს, რომელსაც სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და როდესაც შენ იმყოფები მყიფე მდგომარეობაში, ძალიან ფაქიზი ნაბიჯებია გასაკეთებელი და ნაცვლად იმისა, საქართველოს ხელისუფლება დაკავებული იყოს ამ ყველაფერთან მიმართებაში. ეროვნული ინტერესების შენარჩუნებით, გესმით? ესენი იძახიან მშვიდობას ქმნით. მშვიდობას კი არა, ტრუსი კი ვერ შეუგერიათ და ტუალეტის კახალდი ვერ დაუმზადებიათ და მშვიდობა ასეთი მარტივი შესაქმნელია, ბატონო გუჩა. მშვიდობას სამწუხაროდ ბატონო დავით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადრეც გითხარით, რომ შეხედეთ ისრაელს. ვინმე შეეკითხა ომი გინდაო? 6 ომი აქ გადატანილი და პლუს კიდე ეხლაც რაც მოხდა. მაგრამ ჩვენ უნდა ვუყუროთ სხვა კუთხიდან, ბატონო დავით, სხვა კუთხიდან. დასავლეთს რომ მოენდომებინა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, ივანიშვილს არავინ არ შეეკითხებოდა საერთოდ. არის ბოდიში რა სიტყვა არ დატოვოთ, თქვენ თქვით ისრაელის მაგალითი რა. ისრაელს შევხედო, ხო, ისრაელის პრეზიდენტის შვილი პირველი იყო ფრონტის ხაზზე წასული და აქ ივანიშვილი თავის იმას რა ქვია, თეთრი ბაბუინები რო ყავს, რომელიერც გაუშვებს ომში კი არა, თუნდაც ჯარში. რომელი თავდაცვის გაუშვია თავისი შვილი ჯარში. არა, მათ არის საქმე იცით რაში არის ბატონო დავით. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ აი სააკაშვილის დროს მოხდა ცვლილებები, ჯარში სამსახური ეს თურმე ყოფილა სათაკი. ელიტისთვის, პოლიტიკოსებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და ბევრი ადამიანებისთვის ეს პროპაგანდა ინექებოდა, რომ ჯარი ეს არის რაღაცა, ესე ვთქვათ, მონური სამსახური, რომელიც არ უნდა მოიხადო და ეს დროს გვართმევს და ასე შემდეგ. და არავინ არ იცის, რომ ჯარი ეს არის ვალდებულება, შენი ქვეყნის წინაშე დაიცვა შენი ქვეყანა. ჯარში მიდიხარ, იმიტომ რომ უნდა ისწავლო ის ხელობა, რომელიც მერე მომავალში ომი რომ მოხდება, იმ ხელობით შენ გაუმკლავდე მტერს. აბსოლუტურად. მაგი დააკნინეს, ანუ სამშობლოს სამსახური ეს თურმე ეს ყოფილა ისა. მაგიტომ საქართველოში სანამ არ იქნება აღდგენილი კანონი, რომ სახელმწიფო სამსახურში ადამიანი ვერ მოხვდება, ვერც არჩეული იქნება პოლიტიკურ თანამდებობაზე საჯარო სამსახურში. თუ ის არ ემსახურება, იმას არ უმსახურია ჯარში. მორჩა, კი ბატონო, არ გინდა, კი ბატონო, წადი კერძო სექტორში, ოღონდ დაივიწყე სახელმწიფო სამსახური. აი მაგიტომ არის, რომ ასეთი ბარდაკია საქართველოში, რომ განუკითხაობა არის, ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ყობახიძე, სარდალი და ქვეყანას ომი უნდა წარმართოს, რამე რომ მოხდეს. ეს საფრთხე ხო არის, ომის საფრთხე, ხო უნდა წარმოვიდგინოთ, არა? სცენარი გაიწეროს. წარმოგიდგენიათ ჩვენ ყობახიძე მართავს ომს. პირველი გაიქცევა, ესეთი რაღაცა მოხდება, როგორც წესი, როგორც ჩვეულება, პირველი გაიქცევა იქედან. ო, ის
რა თქმა უნდა, მაგიტომაც არა, გინც არ გაიქცეს. ადამიანმა არ იცის ეს. არ მსახურია, არის წარმოდგენა არა აქვს, რა არის ომი, რა არის სამოქალაქო თავდაცვა, როგორ უნდა მოხდეს ლოჯისტიკა, სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების ორგანიზება, სამედიცინო უზრუნველყოფა, ეს რომელიც სახელმწიფოს ევალება, მაგრამ ამას არ უნდა იცოდეს. მას ელემენტარული არა აქვს გავლილი. ამიტომ ჯარი უნდა იყოს ადამიანების, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ადამიანი რო შედის როგორც ჯარისკაცი, ის უნდა გაიზარდოს როგორც სპეციალისტი კონკრეტულ დარგში. თუ ის არის ოფიცერი, ის უნდა გაიზარდოს გარკვეულ დონემდე და შესაბამისად ხელმძღვანელი თანამდებობები შეუძლია დაიკავოს სამოქალაქო სტრუქტურებში. თუ ის არის გენერალი, მას შეიძლება იყოს არჩეული ძალიან გუბერნატორი. კონკრეტულად როგორი მომენტია იცი, როდესაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ ისეთ რაღაც რაც ფუნდამენტი არის ძლიერი სახელმწიფოს კონსტიტუციური ღერძის, მე ასე ვიტყვი რა, მაგრამ როდესაც აი იმიტომ არა რომ თქვენ ხართ რა, როდესაც შენ ქვეყანაში საზღვაო ძალების ყოფილ სარდალს მოქალაქეობას არ თმე, იქ რა უნდა თქვას უმცროსი რანგის ოფიცერმა, იქ რა უნდა თქვას სერჟანტმა, რა უნდა თქვას რიგითმა, რომელმაც ამ ცხოვრების აუბედიტობით, იმიტომ რომ ტრუსიკს ვერ კერავ შენ ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მოუხდა წასვლა რომ საკუთარი ოჯახი გამოეკვება. ქართველი ერი იმყოფება გენოციდის პირობებში. ამას მე არ ვაჭარბებ რო ვამბობ რა. ქართველმა ერმა დაკარგა პოტენციალი ნაციონალური და ქართველ ერს უახლოეს მომავალში ჩაანაცვლებენ რომელიღაცა ჩინური სოფელით, იმიტომ რომ სავსებით საკმარისი იქნება ქართული ოცნებისთვის და მისი პოლიტიკური ელექტორატისთვის რაჭაში, სვანეთში და სხვა უკვე დაცარიელებულ რეგიონებში, ლამის თბილისის გარდა და ბათუმის გარდა ყველა დაცარიელი და უკვე რომელიმე ჩინური სოფელი ჩამოასახლონ 12 მილიონია ისეთ სოფელში ჩინეთში მაცხოვრებლების სახელები და სახელები რო არ იცის არავინ რა, რომელიმე ჩამოვა აქ ნემსაძის მაგივრად, იმის მაგივრად, იმის მაგივრად არ ჩამოთვლის სხვა ქართულ გვარებს და დასახლდება. ახლა იცით რა არის, როგორ შეიძლება მე ემიგრაციის წინააღმდეგი, მე თვითონ ემიგრანტი ვარ, ბატონო გოჩა, როგორც თქვენ ახართ ემიგრანტი, მაგრამ საფრანგეთში არსებობს კანონი ემიგრაციის შესახებ და არსებობს ფრანგი ერის ზენაციონალური ინტერესები, რომელიც ყველა ემიგრანტს ავალდებულებს ქართული ენის ცოდნას, უკაცრავად ფრანგული ენის ცოდნას. და ამავდროულად თუ გინდა რომ მუშაობა დაიწყო ინტეგრაციას ამ ენასთან, სახელმწიფოებრივ ენასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესთან, ასე არის ესეც ამერიკაში. სხვანაირად როგორ გამოვიდა საქართველოში ნინოწმინდაში სომხურ ენაზე მართავენ ჩვეულებრივ სახელმწიფოს ხდომებს, მუნიციპალიტეტის ხდომებს და მალე ჩინურ ენაზე გამართავენ და ძალიან დიდი სხვაობა არის ემიგრაციასთან მიმართებაში, გინდა ამერიკაში, გინდა საფრანგეთში და გინდა საქართველოში. ეგ მიუთითებს აი აქ ემიგრაცია არის რეგულირებული კონსტიტუციის ფარგლებში, იქ კიდე გასულია კონსტიტუციების ჩარჩოდა. ბატონ დავით, აი ელემენტარულია, რატო უნდა ვიყოთ ჩვენ ემიგრანტები? პირდაპირ ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ, ხო? რატო უნდა ვიყოთ ჩვენ ემიგრანტები გახიზნული ჩვენი ქვეყნიდან, რომ უშველოთ თავს რაღაცას ოჯახებს და ასე შემდეგ. ეგ ყველა ემიგრანტს ეხება, ხო? რატო უნდა ვიყოთ? ჩვენ ქვეყანაში რატო არ შეგვიძლია ჩვენ ბუნებრივი რესურსებიც აგვაქვს? ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანაში ადამიანმა იგრძნოს თავი ადამიანად. და არა რაღაცა ისა პიროთხად. მაგი ეს ყველაფერი იმის ბრალი არის, რომ არის უნიათო მმართველობა. დანაშაულებრივი. მე არ ვიტყვი ეს უნიათოა, ეს დანაშაულებრივია უკვე, რომელიც მოდის ზემოდან. როდესაც ზემოდან ინერგება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან ინერგება ასეთი მიდგომები და თვითონ არიან ისე გახვეულები ამ კანონებში და რეგულაციებში, რომელიც ამ 30 წლის მანძილზე, რა ქვია, შტამპეს ანალოგი, როგორც აი დააკოპირებდნენ იტალიურ კანონს და დააკანონებდნენ ჩვენთან. არც უყურებდნენ ისა, გამოადგება ქვეყანას, რა შედეგს მოიტანს, არ იყო დათვლილი ფული. ელემენტარულად კანონს რას ეძახიან ამერიკის კონგრესში, იცით ბატონო დავით? ბილს, ანუ ისა რა ქვია, ჩეკი. რატო? ხო, იმიტომ ყველა კანონი ეს არის ფული. ანუ რაღაც შედეგი, რაღაცა ხარჯი მოაქვს, რაღაცა შედეგი უნდა დადოს ამ კანონმა. რაღაცა უნდა შეამციროს. აი მაგალითად ავიღოთ სიტყვაზე ვაღებ, კრიმინალური კოდექსი არის, თუ მიღებულია. რას ნიშნავს ესა? ანუ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პრევენციას ახდენს კრიმინალის, რომელიც უკვე
ეკონომიკას დადებითად ადგება. ეს ყველაფერი. მაგიტომაც ყველა ნებისმიერი სხვა კანონი ეს არის რომ გათვლილი უნდა იყოს თუ რა შედეგი მოაქვს ამას ქვეყნისთვის. რამდენი ჯდება და ასე შემდეგ. ჩვენი კანონები ისეა მიღებული რომ არავის არ აქვს წაკითხული ბოლომდე შიგნით რა წერია. დააკოპირეს 90-იან წლებში, 2000-იან წლებში, 2000-იანის სააკაშვილის დროს, მერე ივანიშვილის დროს აკოპირეს ისა რაღაცა ასწორეს და საბოლოო ჯამში ახლა რომ რაღაცა მოიდომოთ ცვლილება, აღმოჩნდება რომ თქვენ ვერაფერს ვეღარ აკეთებთ, გულითაც რო გინდოდეთ კანონიერად გააკეთოთ. რატო? იმიტომ რომ კანონია მიღებული. ავიღოთ სიტყვაზე ავიღოთ. თქვენ ისა რა ქვია, რომ დაუწესოთ შემოტანილ პამიდორს თქვათ ტარიფი, ამას ვერ გააკეთებთ. იმიტომ რომ სხვა რეგულაციებით ისეთნაირად არის გაკეთებული, რომ თქვენ ვერ დაუკეთებთ და შენი ფერმერი ან მოსახლე გლეხი, რომელსაც მოყავ პამიდორი, რომ ბაზარში ჩამოიტანოს გაყიდოს, იმას ვერ უსუბუქებ, ვერაფერს ვერ უკეთებ, რომ იმან გააკეთოს. აი წარმოიდგინეთ რა დონეზე არის მისული ჩახლართული. ჩვენ საერთოდ ეს არ არის ახალი ამბავი, მოქცეული ვართ ბოდიში ვიხდი ბავშვით ის მაგის ხო ჩვენ მოქცეული ვართ პრობლემაში თვითონ ეროვნული ცნობიერების მიხედვით რა ეხლანდელი ამბავი კი არა აი თუნდაც დავიწყოთ ძალიან მოკლე შედარებას გავაკეთებ ეგერ კაცო რუსთაველს აქვს დაწერილი რა ესე ამბავის სპარსული ქართულად ნათარგმანები პოვე და ესე გარდაქმნა საქმე საბუგმანებიო არცად არ არის მოძებნილი არც სპარსულ ლიტერატურაში არც იმაში ანალოგიური ვეფხისტყაოსთვის მაგრამ ნუ ამას ასე აქვს რა თქვა გესმით რუსთაველს აგერ აიღე ეს ფარას კანონია ეს ამის კანონია ეს იმის ქართველების ცნობიერებაში როგორც იცი რაც უცხოურია ყველაფერი კარგია რა ვერა და ვერ მოვირგეთ ჩვენ თავზე რომ არა ვიღაცის გადმოთესლილი და აზრელი უნდა იყოს ჩვენთვის კარგი არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ და მოვირგოთ ჩვენი თავისთვის ეს არის პრობლემა დაწყებული საუკუნეების დროიდან ეს ახალი ამბავი არ არის ჩვენთვის და როდესაც ერი არ მუშაობს საკუთარი ცნობიერების გაჯანსაღებაზე როცა აი ამ მდგომარეობამდე ვრჩებით დღეს ეს უკეთეს არაფერს არ მოიტანს ეს არც ივანიშვილის ბრალია არც სააკაშვილის ბრალია არც არავის ბრალია რა ჩვენ ვერ მივედით იმ აზროვნებაზე რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენთვის ასარგებლო კი ბატონო მაგრამ განათლებიდან იწყება ყველაფერი. ბევრი სხვა ფაქტორებია ბატონო და ერთადერთი გამოსავალი, ახლა თქვა დავსვათ არის ბევრი პრობლემა. გამოსავალი რა არის? გამოსავალი ეს არის, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, უნდა შეიცვალოს, არის, პარლამენტი უნდა აირჩიოს ახალი და ამ პარლამენტმა უნდა გააკეთოს ერთი რამე. უნდა გამოაცხადოს კონსტიტუცია არა მოქმედი და დაუბრუნდეს 95 წლის კონსტიტუციას. ფაქტია არ არის საპრეზიდენტო სისტემაზე უნდა გადავიდეს ქვეყანა, იმიტომ რომ ეს ბარდაკი ჩვენ რაც აგვაქვს. გვექნება კიდევ უფრო მეტი ბარდაკი, თუ ასე გაგრძელდება. ვერასოდეს ქვეყანა ვერ დალაგდება. მეორე კონსტიტუცია არის შექმნილი ისე, რომ ვინ არის მთავარსარდალი, ვინ რაზე აგებს და რა არის, ვერ გაიგებს. ანუ ქვეყნის თავდაცვის სისტემა არის, რა ქვია, უთავო. და რომ სახელმწიფო, როდესაც ვერ არის გარკვეული პრემიერ-მინისტრია სარდალი თუ პრეზიდენტი თუ გენერალური შტაბის უფროსი ფუნქციები რო არ არის გარკვეული ჯერჯერობით ბოლომდე ვინ როგორ იღებს გადაწყვეტილებას გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ყველა სფეროს ეხება მე ახლა უბრალოდ სიტყვაზე ვთქვი სამხედრო მარტო ეს სახელმწიფო არ არის ესა წარმატებული ვერასოდეს ვერ იქნება როდესაც კანონებია გაკეთებული ისე რომ საქართველოს მოქალაქე არ იყოს წარმატებული და მასზე იყო ყველაფერი, ყველანაირი ზეწოლა შეიძლება განახორციელოს ვიღაცა ჭეკლასის გამომძიებელმა ნარკოტიკები ჩაუდოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და ასე შემდეგ. ის ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული ვერაფერში, ვერასოდეს. და დავრჩებით ისევ იმ დონეზე, სადაც ვართ და არაფერი შეიცვლება და დაახლოებით, აბა დააკვირდით ახლა უბრალოდ კითხვა დასვას ვინმე 20 წლის მერე როგორი უნდა იყოს საქართველო როგორი გვინდა აი ჩვენი ბავშვი დაიბადა დღეს მაგალითად 20 წლის რო გახდება ის იმ ბავშვს რა გარემოს ვუტოვებთ ის როდესაც შევა რა ქვია თავის ცხოვრებას რო დაიწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას რა გარემოს ვუქმნით ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს არაფერი არა ამ მსგავსი დაგეგმარება გავსი განხილვები არ არის აი წარმოუდგენია ვიღაცას დაუწერია აი 10 წლის მერე აი ეს რაიონი მაგალითად დედოფლის წყარო იქნება თელავი იქნება თუ რა იქნება
უნდა იყოს აი ამ დონეზე განვითარებული და ეკონომიკური განვითარების გეგმა უნდა იდოს იქ. ამ გეგმის მიხედვით უნდა ხდებოდეს ბიუჯეტის დაგეგმარება. ამ გეგმის მიხედვით უნდა ხდებოდეს ტენდერების გამოცხადება, კომპანიების შერჩევა და ასე შემდეგ. ეს გეგმა არ არსებობს, ბატონო დავით. ქვეყნის წინსვლის გეგმა, ეხლა რომ დაურეკოთ, რომ 3 წლის მერე რა იქნება, წარმოდგენა არა, ეს ინერციით მიდის ყველაფერი. всё, ინერციით. ინერციით ლაპარაკობენ, რომ ბიუჯეტია გამჭვირვალე ყველაზე. მე რა გამჭვირვალე იყოს, მაგრამ ეხლა მანქანა ურემიც მიგორავს და გამჭვირვალეა, მაგრამ სად მიგორავს? დამიგეს? დაგორდა და წავიდა, ან ხეს დაეჯახა, ან ქვაზე გადაბრუნდა, ან გადაიჩეხა სადღაცას, ხო? მაგიტომაც მოგეხსენება თქვენ როცა ურემი გადაბრუნდება და მე როცა ურემი გადაბრუნდა. ხო, გადაბრუნდა კი და გადატაიარებული, გადმოპირქვავებულია უკვე და ყველაფერი ჩანს უკვე და ადგომა არ უნდა არავის და გაკეთება არაფერს. ბოჭა, ბოდიშ მოგიხდით მე ელემენტი მიჯდება. მოდიდი ხანი ვიყავით ლაივს, თქვენ კი სარგებლეთში აერთეთ, მაგრამ მე ყველას ვთხოვ, რომ ვინც უყურებს ამ ვიდეო ლაივს, აუცილებლად გამოიწეროს ეს არხი და გააზიაროს, გაუზიაროს სხვებსაც. რა ვიცი ახლა ვინ დარჩა ისეთი, ვინდა მე პირადად აღარავინ აღარ დამრჩა. ერთი მამა მყავდა გარდამეცვალა და ახალნათესავები და დედაჩემი იმას თუ ჩაუდებენ იმასში, რა ქვია, მუზეუმში ნარკოტიკს ან სახში ნარკოტიკს კიდე არც მაგას არ გამოვრიცხავ ქართული ოცნებიდან, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი ეს ჩვენი ვალდებულებაა, დღეს არის იარაღი ეს და ნუ ამ იარაღით შევეცდებით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიურ განთავისუფლებაში და მე როცა იქნება არასდროს უკან არ დავიხევთ ფიზიკური ბრძოლისგან. ჩვენ მით უმეტეს სამხედროები ვართ. მადლობა მამინდა გადაგიხადოთ ბატონო გოჩა თქვენ დღევანდელი ვიდეო ლაივისთვის რატო გაითიშა? გესმით ჩემი ბატონო გოჩა? გიახ, მესმის. თქვენი ხედვა გაითიშა, მაგრამ ხმა ისმის. მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ დღევანდელ ვიდეო ლაივში მონაწილეობისთვის და გისურვოთ წარმატებები, ასევე მინდა უთხრა ქართველებს, რომ ჩვენ კიდევ ჩავერთვებით, კიდევ ვილაპარაკებთ, მით უმეტეს თქვენ ისეთი რაღაცების დღეს ძალიან საინტერესო იქნება დეტალებში იცოდეს ეს ქართველებმა და დაწესებული ვარ, რომ პროპაგანდისტურ სამსახურს არ მოეწოდება. მაგრამ სულ ფეხებზე მკიდია, კიდევ დაგიკავშირდებით, კიდევ გვერდდება. შევეცადოთ კვირაში ერთხელ მაინც გქონდეს ერთობლივი რაივი, რომ მიმოხილვა გავაკეთოთ პოლიტიკური პროცესების. კი ბატონო. მოგცემთ მოგდობთ მაყურებელს გავალ ეთერიდან. გესმით ჩემი? კარგად. გესმით ჩემი? კარგად ისმის ბატონო დავით. მე თქვენ მოგცემთ სიტყვას და ემშვიდობეთ მაყურებელს. რატომღაც გაითიშა ვიდეო, არ ვიცი რატომ. მაგრამ დიდი მადლობა, ახლა თუ ხმა ისმის, დიდი მადლობა რომ ამიწვიეთ, დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს და ერთადერთი გზა ახლა ჩვენ შევედით ძალიან საშიშ პერიოდში და ეს საშიში პერიოდი არის ის, რომ დიახ, მესმის. ბრძანეთ ბატონო გოჩა გისმენთ. ხო და მაგიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ბატონო დავით, ეს ზაფხულის პერიოდი იქნება ძალიან ცხელი და მაგიტომ ყველას გმართებს სიფრთხილე. და მზადყოფნა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გმადლობთ კიდევ ერთხელ თქვენ. კი ბატონო. მადლობა. კარგით, მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველა ემიგრანტს, ვინც მონაწილეობა მიიღო უდანაშაულად დასჯილი ადამიანის დახსნაში, ნებისმიერი შრომა, ნებისმიერი გაღებული სისხლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოვა დრო ქართული ოცნების კისერზე აუცილებლად ეს ერთი პოლიტიკური საქმეც დაიდება სამართლის საკითხად და არავინ არ გაატარებს ამას. პატიოსათვის ჩაულაგო ნარკოტიკები და დაიჭირო დღეს და გააუბედურო, ეს არ არის რაღაცა საკითხი. ამ ადამიანის უკან დგას ოჯახი, ეს ადამიანი არის სახე პატიოსანი საზოგადოების დარჩენილი საქართველოში, რომლის მოსპობასაც თქვენ მოღალატებობრივად ცდილობთ. იხარეთ თქვენ, გქონდეთ მშვიდობა, როგორც თქვენ, ისევ სრულიად საქართველოს. კარგად ბრძანდებოდეთ.